გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV და ეთერშია ერთა უკაცრავად რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი, სადაც ჩვენები რუმინეთს მასპინძლობთ, ესე იგი ავჭალის სარაგბო სტადიონზე სულ რამოდენიმე წუთში დაიწყება თამაში. სამწუხაროდ ცოტა ამით გვიმტყუნა, დღეს ვეცდებით თქვენთან ერთად წაგახალისოთ და თამაშს კარგად ვადევნოთ თვალყური. მე ლუკა კილასონე და ჩემთან ერთად საბა ჟორჟიკაშვილია. მოგესალმებით, ისტორიული დაპირისპირებით პირველ ნახევარფინალს ითამაშებს, ახალი ფორმატით იმართება წელს მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული ნაკრები და ისტორიულ მეტოქესთან გამართავს ამ ნახევარფინალს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეტოქე არის საქართველოსთვის რუმინეთი და თან საკმაოდ პრინციპული. ნელ-ნელა გავაცნოთ ჩვენი ბიჭებს წარმოგიდგენთ, ესე იგი პირველი ხაზი გურამ გოგიჩაიშვილი, გიორგი ჭყოიძე და ბექა გიგაშვილი იქნებიან პირველი 2 და 3 ნომრებზე, ნოდარ ჭეიშვილი და კოტა მიქაუტაძე მეორე ხაზში შეურკინდებიან ერთმანეთს, გიორგი ცუცკირიძე, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია მესამე ხაზი, 6, 7 და 8 ნომრები. ნახევარდაცვა ვასილ ლობჟანიძე დაიწყებს როგორც 9, 10 თედუ აბჟანდაძე, 11 სანდრო თოდუა, 12 გუნდის კაპიტანი დაგვიბრუნდა მერაბ შარიქაძე, 13 გიორგი კვესელაძე, 14 აკაკი ტაბუცაძე, 15 დავით ნინიაშვილი, შეცვლაძე ყავს, შავლა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე, გურამ პაპიძე, ლადო ჩაჩანიძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლუკა მატკავა და დემურ თაფლაძე. მენეჯერი ვასილ აბაშიძე, ხოლო მთავარი მწვრთნელი ყველასთვის ნაცნობი ლევან მაისაშვილი. რაც შეეხება რუმინეთს, პირველი 2 და 3 ნომრებით ალექსანდრე სავინი, ოვიდიუ კოჟოკარუ, ტომას კრეცუ ნომერი 3, ადრიან მოცოკი 4, მარიუს ანტონესკუ 5, 6 მიჰაი მაკოვეი გუნდის კაპიტანი, კრისტი კირიკა 7, 8 ანდრე გორენი. 9 და 10 ნომრებად ერთმანეთს შეუწყვილდებიან გაბრიელ რუპანუ და ვლადუც პოპა, 11 ნომერი პაულ პოპოაია, 12 ჯეისონ ტომანი, 13 ატილა სეპტარი, 14 მარიუს სიმონესკუ, 15 იონელ მელინტე. შეცვლაზე 16 ნომრად ეუჯენ კეპეცინა, 17 ჩიპრიან კირიაკი, 18 კოსტელ ბურცილა, 19 მარიუს იფთიმიჩუკი, 20 ვლად ნეკულაუ, 21 ალექსანდრუ ციგლად, 22 ფონოვაი ტანგიმანა, 23 კი კოსმან ილიუცა, თავარი მწვრთნელი ეუჯენ აბჟოკი. ესე იგი მთელი ენის გასატეხი გვარები აქვს, რათა კუნძულელების უფრო ადვილად წარმოსათქმელია ხოლმე. მოგახსენეთ, რომ სამწუხაროდ გაწვიმდა ძალიან ცუდი ამინდი დაგვემთხვა დღეს კოკისპირული წვიმა დილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაიყიდა, აგერ თქვენთანაც ხედავთ, რომ სავსე არ არის ავჭალის სარაგბო სტადიონი, რაც ცოტა საწყენია, მინდა გითხრათ ხალხო, რომ გვეზარება, ესე იგი, ცუდ ამინდშიც მისვლა ჩვენების გულშემატკივრობა. ხო, აი მსაჯები გამოგჭა, არ გვიხსენებია აქ იტალიელი მსაჯთა ბრიგადა გვიმსაჯებს, ფედერიკო ვიდოველი იქნება ცენტრალური მსაჯი, ალექს ფრასონი გვერდით და მეორე გვერდით ფილიპო ბერტელი, ხოლო მეოთხე და მეხუთე ჩვენი საყვარელი ქართველი არბიტრები კახა გელოზია და საბა მახარაძე იქნებიან. აი გამოვიდნენ გუნდები რაგბი ევროპის ჰიმნის ქვეშ და დადგნენ მაშხალებისა და ანთიმოს ივერიელის თასის ფონზე, რომელიც ტრადიციულად 2002 წლიდან თამაშდება უკვე რუმინეთსა და საქართველოს დაპირისპირებისას. ბოლო 5 წელია ზედიზედ საქართველოს რჩება ეს თასი 2017 წელს. თავის დროზე ძალიან ძლიერი და საშიში მეტოქე იყო ჩვენთვის რუმინეთი, მოგეხსენებათ, რუმინეთს ჩვენზე უფრო დიდი ისტორია აქვს და წარსული რაგბიში. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნის ნაკრები ვერ უგებდა ხოლმე რუმინეთს, ასეთი ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა ბოლო წლებში განვითარებაში გადავასწარით და ახლა უკვე ფავორიტები ჩვენა ვართ, ახლა კი ჰიმნებს მოусმენთ და მერე დაგიბრუნდებით.
შესრულდა რუმინეთის ეროვნული ჰიმნი, ახლა კი დაველოდოთ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. ჩვენ თავისუფლებას დიდება, ჩვენი ჰიმნიც შესრულდა, ხალხი ტრადიციულად ემოციურად დავით ნინიაშვილი თქვენს ტელეეკრანებზე გამოაჩინეს და სულ რამოდენიმე წამში დაიწყება. ასევე მოგახსენებთ, რომ სხვა მეტოქე უკვე გარკვეულია ერთი ფინალისტი პორტუგალიას, ესე იგი რომ მოუგებთ, უბრალოდ თუ კი არა რომ მოუგებთ რუმინეთს. პორტუგალიას ვეთამაშებით ესპანეთში იქნება ეს ჩვენი თამაში, რომელიც 18-19 მარტის შაბათ-კვირას გაიმართება. ხო, ოდნავ შეიცვალა რაგბი ევროპაზე სიტუაცია. ახსენე შენ რომ წლების განმავლობაში ლიდერი იყო რუმინეთი და ძირითადი დაპირისპირება სწორედ საქართველოსა და რუმინეთს შორის იმართებოდა ხოლმე. ახლა კი პორტუგალია ჩამოყალიბდა იმ მეტოქედ, რომელიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევს საქართველოს ბოლო ალბათ 5 წელიწადში. აი დღევანდელი ამინდი ძალიან მაფიქრებს, მოგეხსენებათ სწრათ თამაშს ცოტა შეუშლის ხელს, ახლა კი ძალიან მოგისპირული წვიმა არ არის, მაგრამ მაინც სველია მთელი დღე წვიმდა და ფედერიკო ვიდოველი აი მასულ მალე მისცემს თამაშის დაწყების სასტვენს. თედო აბჟანდაძე შეიყვანს არეგნით ბურთს თამაშში და აი დაიწყო. მისცა სასტვენი მატჩის თავმა არბიტრმა დაიწყო მატჩი. შეიყვანა ბურთი თამაშში თედო აბჟანდაძემ პირველი ბოჭვა კარგია შარიქაძე. კარგი მუხტით ვიწყებთ. გაჭადი ჯარიმა, რა თქმა უნდა ძალიან კარგად მერაბ შარიქაძის ძალიან კარგი ბოჭვა და მე ჩვენებმა კარგად შეაწუხეს მოწინააღმდეგე რაგში, რაც ვეღარ შეინარჩუნეს თავი და დაახდნენ ზედ ბურთს ჩახურვა დაჯარიმდნენ. ნახოთ მე მგონი კიდეზე პირველ აი ამ მუხტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის. არა, კარში ვიყავთ. პრაგმატულად თამაშობთ. აი აქ ნახოთ მერაბ შარიქაძის ძალიან კარგი თავდადებული ბოჭვა, მერე იქ საღინაძემაც და ჭოიძემაც ძალიან კარგად ითამაშეს და პირდაპირ ჩახურეს რუმინელებმა საკუთარი ბურთი, რადგან რისკი იყო იმისა, რომ უბრალოდ წავართმევდით ამ ბურთს კონტრაქტს ვეთამაშებოდით. აი ძალიან კარგად ენერგიულად დავიწყეთ. ნახოთ ახლა თედო სავარაუდოდ ამ ჯარიმასაც გაიტანს. ხო და შეახსენა ახლა ფედერიკო ვიდოელი ის წესის შემახსენებელი გარემოება, რომ ჯარიმისთვის მხოლოდ 60 წამი აქვს გუნდს რომ დაარტყას, ხოლო ლელოს დადებიდან კი 90 წამი. არ გვიხსენებია რომ თედოს აქვს ამჟამად 322 ქულა მოპოვებული ეროვნულ ნაკრებში და უახლოვდება მალხაზ ურჯუკაშვილს, რომელსაც 325 ქულა აქვს და ამ ჯარიმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, რაც ასე ხდება, უთანაბრდება სწორედ მეორე ნომერს ყველა დროის საუკეთესო მეკულეს საქართველოს რაგბის ისტორიაში. თედო აბჟანდაძე პირველის ვახსენოთ ყველაზე დიდი მონაგრით 833 ქულით მეკოს მერაბ ბრიხკაშვილს აქვს, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ითამაშა, ძალიან კარგი და დიდი კარიერა ჰქონდა რაგბში და ახლა აკადემიის რაგბის გუნდს ეხმარება როგორც ხაზის მწვრთნელი. დაკიდეს ესე იგი განაახლეს, ჩამოვარდა ბურთი ხელთ ჩვენ და შეინარჩუნა ეს ბურთი გალაონია. გავამყარეთ აქ რაკი და დავაგრძელეთ. საკმაოდ
დიდი რაკი ეს ბურთი უკვე გასული იყო და ვასკას გადააქვს ბურთი წინ მოწინააღმდეგის ნახევარზე. წამოიღებენ ხელით, თვითონაც მაღალი აბრაგანი აწიეს, არც თუ ისე შორი და მაგრამ ჰაერში კარგია თედო შეინარჩუნა ეს ბურთი, გადავყარეთ. საიმედო იყო აბჯანდაძე ამ სიტუაციაში, ახლა ისევ ანალოგიური სიტუაცია მეტოქის ნახევარზე გვინდა თამაში. სწორედ ამიტომ ვასილ ობჟანიძე მაღალი დარტყმულით გადადის შორს. კარგი ბოჭვა იქ თუსკირიძის შესრულებით თან. ჯალაღონიამ კარგი ბოჭვა გააკეთა, მე მგონი ვერ მოიპარა ეს ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა. გააქვთ უკან ხაზზე და ფეხით გადმოდიან ჩვენსკენ, თუმცა უკანა ხაზის ადგილზეა. ნინიაშვილმა უპრობლემოდ აიღო ეს ბურთი და თვითონაც წინ გადადის ფეხით. კარგა მოშორებით დაარტყა, რაც მოედანზე აცალეს დაგდება რუმინელებმა და თვითონ წამოვიდნენ კონტრშეტევაზე, წინვალე არის აქ. რა თქმა უნდა, მერაბს. რატო ეძახი მერაბს, დათოს ვერ გავიგე ოღონდ. დავისინიაშვილი გარეთ პასი. არის კარგი შესაძლებლობა. გადაიკიდა ფეხი. ჩაგდოდნავ აცდა მიზანს. კარგი ჩანაფიქრი იყო აქ ძალიან შარიქაძის მიერ უბრალოდ ოდნავ და არასდროს დარტყმა გამოვიდა. გადავიდა პირდაპირ ლევოსკინის ხაზზე და ესე იგი არჩევანი აქვს რუმინელებს დარტყმის ადგილიდან შერკინება, აი შეესკიდება შერკინება. პირველი შერკინება თამაშისა, რომელიც მეხუთე წუთზე გაიმართება. ნახოთ რა ვინ მიაწვება, იმედია ჩვენ გაბრიელ რუპანო შეაგორებს შერკინებაში ბურთს. საინტერესოა, როგორც წინა სამატჩო ინტერვიუებში მოვისმინეთ, აქცენტი რუმინეთის მხრიდან მოსაოდნელი უფრო აი ამ ძალის მიერ თამაშია და თითქოს ამინდიც ამას უნდა უწყობდეს ხელს. უძლიერესი პირველი ხაზი გვიყენია და ზოგადად შერკინება და ასე რომ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ არც ერთ კომპონენტში. დავატრიალეთ. Winning a round. კი ბატონო და დავჯარიმით. ამის გამო პირველი ჯარიმა ავიღეთ. Georgia, step on the side. Step on the side. All the scrum. Step on the side. ესე გვერდზე გააკეთეთ ნაბიჯებიო და ამისთვის დაგვაჯარიმა ფედერიკო ვიდოველი, იტალიელი არბიტრი. შეგახსენებთ იტალიური ბრიგადა გასჯის უпростоრეთ დღევანდელ თამაშს და გადააქვს ფეხით არც თუ ისე შორს იონელ მელინტეს ეს ბურთი კიდეზე. განმეორებით ხედავთ შერკინებას. უფრო გადავაწყობდი რა ხან პირველი შერკინება. ну როგორც არის და დერეფანი თავისი აქვს რუმინელებს. ოჟოკარო ბურთით ხელში მათი ჰუკერი დაკლებკაცა დერეფანი მოაწყვეს და ორი ხელით მოიგეს. ჩამოაგდეს სწრაფად, წამოვიდა შეტევაზე და ძალიან კარგი ბოჭვა იქ თუცკირიძის შესრულებით. შევაჩერეთ გორენი, შემდეგ კიდევ ერთი დარტყმა ისევ მორკინალებით და ამჯერადაც კარგად ხვდებით. ხაზი ამჯობინეს, ამჯერად გატანა, წინვალეა ძალიან. ბრავო. დასაკანს არ ვაძლევთ რუმინეთს. წითელ კედელს ჯერჯერობით ვერ გაარღვევენ, ძალიან კარგი დაცვა გვაქვს ამ ბოლო წლებში. განსაკუთრებით გამოყოთ ჩვენი მესამე ხაზი ძალიან ახალგაზრდული და ძალიან ჯანღონით სავსე ბიჭები. აი ჩავხურავდი და თოდუამ ძალიან კარგად აუწია ხაზი და ბოჭით გადაიყვანა მათი უდიუ კოჟოკარუ დერეფანში. ჩვენი აუტი იქნება, შემოვაგდებთ ამ ბურთს, ჭოიძემ უნდა ითაოს ეს ყველაფერი. შერკინება რა მოხდა იქა? ეს კადრს მიღმა დარჩა, როგორც ჩანს წინ თამაში დაფიქსირდა. ესე იგი წინ და დერეფანი გავათამაშეთ და მერე გადავივარდა ეთქობა წინ. არ ვიცი, გამოგჭა მათი რუმინელების შერკინებაა. პირდაპირ მიაწექითო გვეუბნება იტალიელი საჯი, ნახოთ ჩვენი ბიჭები ამას როგორ გაითვალისწინებენ. ფიზიკური ძალას უფრო ჩვენს ხარისხარის შერკინებაში. მე-7 წუთი ამოიწურება ამასობაში 3-0 ჯერჯერობით სახლში ვამარცხებთ რუმინელებს. ნახოთ.
ეხლა გამოაყენებინა ლობჟანიძემ შებოჭა თედოც მივიდა ზედ, მაგრამ შეინარჩუნეს ბურთი ისევ ხელდახელ. ზურგს უკან გადაცემა, სწრაფად ათამაშებენ, მაგრამ უზუსტო პასი უნდა ავხუროთ. აღარ უნდა მივცეთ წინსვლის საშუალება, ასეც ვიქცევით ისევ კიდეზე, ბრავო. სელაძე. როი დავითნინიაშვილს სწრაფად უნდა შემოგდება, მაგრამ აღარ გარიცხა. ჭკიანურადაც გამოიქცა, ის სწორედ ის გახლავთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ძალიან კარგი მომავლის მქონე მორაგბე. კოტე მიქაუტაძე თქვენს ტელეეკრანებზე. ნინიაშვილისთვის მე-20 კეპია, დაუმრგვალდა დღეს. გაგვიშიფრეს დერეფანი და წავაგეთ ჩვენი დერეფანი პირველი. კირიკა შეუბოჭეთ და ბურთზეა თითქოს აქ გიგაშვილი ჩასული, მაგრამ წააქციეს, ვეღარ ვითამაშეთ. წამოვიდა ამჯერად უკვე ტომანი. ისევ მარჯვნივ და ფეხი ამჯერად უკვე დავით ჩაუვარდა ეს ბურთი ხელში, თვითონაც ფეხით გადადის წინ და მისდევს ამ ბურთს. დაინახა цаრიელი წერტილი, ჩააგდო და ხოლმეც ძლიერი დარტყმით გამოდის პოპოაია. ხელში თოდუა მაიღო ეს ბურთი და აკრიფას ისწრაფე. წავედით კონტრშეტევაზე გაგლეჯვა კარგია. მაგრამ ვერ დაინახეს ეს ლობჟანიძე გარეთ გამოაქვს ბურთი იქვე ჯალაღონია. კარგად შევიდა კონტაქტში ლობჟანიძე, აბჯანდაძე ფეხით გრძელი გადაცემა კიდეზე, ვნახოთ დიაგონალურ გადაკიდებას ეუფლება. ძალიან ზუსტი არ იყო და თვითონაც ფეხით გადმოდიან რუმინელები. მელინტემ შეასრულა ეს უკანასკნელი დარტყმა და წერტილი ვერ დავინახეთ სადამდე ამოვიდა. კი მე მგონი ამ შემოწმებას ითხოვს. აი ეს ნუ ნამდვილად ჯარიმა არის 11 ნომრის ვერ შეამოწმოს, იმიტომ რომ ვიდეო რეფერი არ არის იქ. იქვე უნდა დაენახა ჯარიმა იყო ყოველ შემთხვევაში ჩვენ სასარგებლოდ. მაღლა მოუვიდა ბოჭვა პოპოაიას თოდუაზე. ისევ შუაში და ისევ გაგვიშიფრეს, მაგრამ მაინც ჩვენ დაგვწევთ დაინახა. ლობჟანიძე კარგია, მიყვება მას. შარიკაცა პირველი ლევო იქნება. მატჩის პირველი ლევო, გუნდის კაპიტანი ძელებს შუა. ვასკა ლობჟანიძის ფანტასტიკური თამაში იქ დროზე ადრე დატოვეს დაცვის ადგილი რუმინელებმა და არც 10 არც 9 რა თქმა უნდა დაინახა ეს ხრელი ვასკამ გაჭრა და იქაც მიიყვა მერაბი ძალიან კარგად და 2-1-ზე უკვე აღარ გამჭირვებია ამ გადაცემის გაკეთება. პირველი ძალიან კარგი ლევო ვიხილეთ ქართველების შესრულებით. ოჩახ ბიჭებო. კარგი მიყოლა და იქამდე კი წინვალე თამაში ვასილ ლობჟანიძის მხრიდან. დაინახა რომ სწრაფად ამოწიეს რუმინელებმა ხაზი, იჩქარეს და შექმნილ სივრცეში მოახერხა. თან არ დაგაუწევთ რომ დერეფანში ძირითადად მძიმე ხალხი დგას და სწრაფადაც შიგნით შეტყნობა ამას ადვილი აქვს ხოლმე უფრო სწრაფი მოთამაშეებისთვის. აი კიდევ ერთხელ გამეორებით ვნახოთ ჩამოუკეთესი რაკურსია. აი აქ შიგნით აღარავინ იყო დაცვაში და ძალიან კარგად გამოიყენა ეს ადგილი ვასკა ლობჟანიძემ და მერე ძალიან კარგი მიიყოლა თუ დაინახეთ კაბუცას მიყვებოდა იქ და გარეთ კიდევ თედოც და ყველაზე ახლო მიმყოლი ყავდა მერაბი შარიკაძე ჩვენი გუნდის კაპიტანი, რომელმაც ძალიან კარგი შეტევა დაასრულა ლევოთი. ესეც კიდევ დამატებითი შვილიქულა 10-0 ჯერჯერობით ვარ წინ. მოიგო ორი ხელით კარგად მიქაუტაძემ ეს ბურთი ჩვენს 22 მეტრიან მისადგომებთან ჩვენი მოლია. არ ჩააქციოთო მიმართავს იტალიელი არბიტრი რუმინელებს ჯერჯერობით წავედით მოუწია მახვილი კუთხიდან ვასკა ლობჟანიძეს მაღალი აბრაგანი და წინ გადაეგდო ადგილზე დახვდა პოპოაია გადააწოდა იგი მელინტეს და რომელიც შებოჭა კარგად ძალიან თან თორნიკე ჯალაღონია. ხას კარგად წევთ აი აქ ძალიან მაგრად შევაწუხეთ ოღონდ ხელით არ უნდა ვითამაშოთ ამ ბურთით თვითონ ეხლა ეგ ჯარიმაა გენაცვალე ჩვენი ოღონდ აბა თუ დააკვირდით ეხლა იქ რუმინელმა წაგებული რაკიდან ბურთი ხელით გაწია თავის მხარეს ეს გამორჩათ ეს ფსაჯებს და მეორე დარღვევა დაინახეს როდესაც ჩვენ აი აქ ფეხით გამოაგორეს და მე აი ეს მოძრაობა ხელით უკვე კი შევიდა ოდნა გვერდიდან ჭეიშვილი მაგრამ პირველი დარღვევა მაინც რუმინელების მხრიდან იყო.
მოუგეთ ეს ტერეფანი, კარგია კონჩეტევა გვაქვს, სივრცეც გვაქვს, თოდუა რა მაგარი კონტაქტი ყოჩახ. კარგად შევინახეთ ბურთი ლობჟანიძე, გარეთ გამოაქვს ისევ ორდინალები ჩალაღონიამ შეუტია. გადავყარეთ, ლობჟანიძე ისევ აკონტროლებს ბურთს. შეუშვა გოგიჩაიშვილი აბჟანდაძემ. კარგი წინსვლა გვაქვს. ჯარიმა არ იქნება. აბჟანდაძე, კვესელაძე. საგინაძეს ძალიან თუ სიტუაციაში ცოტა უზუსტო გაგვიმართლა. კი, რო არ ჩაგვიჭრეს პასი ძალიან ძნელი იქნებოდა. მერე იქ დაწევა. მორიგის შევკინება იქნება. დასანანია რომ აქ ბურთი ვერ დავამუშავეთ. დიდი უპირატესობა იქნებოდა ხთაზე. ჯერჯერობით ჩვენი შევკინება არ ყოფილა, არ გვინახავს. სამი შევკინებია, სამივე მოწინააღმდეგის კი ბატონო. მე-14 წუთი მიმდინარეობს ამასობაში 10-0 ერთი ძალიან ლამაზი და კარგად გათამაშებული ლელო უკვე გვაჩუქეს ბიჭებმა და კიდევ ერთი შევკინება როგორც ამ მოგახსენათ უკვე ჯერჯერობით ჩვენი შეგდებითი შევკინება არ ყოფილა. აი ზევიდან ძალიან კარგი კადრია, ცოტა ტილად უნდა ვიყოთ გვერდზე და ადრე შესვლის ის თავჯარებით, თავისუფალი ჯარებით. ადრე მიწოლაო. აი ამ ხრივ დისციპლინაში ოდნავ პრობლემები გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი რაც თამაში დაიწყო ორჯერ დავჯარებით ჩვენ და ერთი თავისუფალი ავიღეთ და ერთხელ დაჯარიმდნენ მხოლოდ სტუმრები. სანამ ბურთი შემოვარდებაო მეტი სტაბილურობა მინდა გვერდზეც არ გააკეთოთ ნაბიჯები და არც წინო ასე მიმართავს. შეგახსენებთ რომ 2023 წლის მსოფლიო თასი გვიახლოვდება და ხედავთ ლინკ სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს ბილეთები და ერთად გულშემატკივროთ ვისაც ცხადია საშუალება და სურვილი ექნება ამის ადგილზე საფრანგეთშივე შეგვეძლება ერთად გულშემატკივროთ ჩვენ ბიჭებს და მუხტის შექმნა მოედანზევე ამასობაში გამოვიდა ბურთი და გათამაშდა ოდნავ დავაგვიანეთ ბოჭვა გაგვიკეთეს უპირატესობა თუმცა ახლა უკვე გამოვასწორეთ ეს შეცდომა წინსვლის საშუალება აღარ მივეცით. რა კარგად ხვდებით დაცვაში იქ გოგიჩაშვილმა გააქვავა ადგილზე მოწინააღმდეგე შარიქაძე კარგია ჯარიმა იქნება ცოტა დააგვიანდა ახლა აქ თქმა მუხლის დადება მოასწრო მოწინააღმდეგე მიწაზე რაც იქნება ბოჭვად და მესამე წერტილიც თუ უდევს უკვე მოთამაშეს მიცნავს რომ ძირს მყოფი მოთამაშეა ახლა გამეორებაზე გამოჩნდება აი კარგად შევიდა მერაბი ბურთზე მაგრამ აი აქ დადო მუხლი და როდესაც საჯმა დაიძახა რომ ბოჭვაა და ბურთხელი გაუშიო თითქმის უკვე წაღებული ქონდა მერაბს ეს ბურთი ამიტომ ვერ ესე იგი დავადანაშაულებთ ახლა ჩვენს კაპიტანს აქ რომ რაღაცა სწორად არ გააკეთა. ოტე მიქაუტაძე თქვენს ტელეეკრანებზე ახლო კადრი. ჟუმინელთა სამწვრთნელო შტაბი გამოჩნდა. ცხადია ბედნიერი ვერ იქნება ამ 16 წუთით. თამაშისა და წინსვლის საშუალებას ფაქტობრივად არ ვაძლევთ საერთოდ. ტაბლოზეც ანგარიში მიგვყავს. ოჟოკარუ კარგია, წავუკითხეთ ეს კომბინაცია და გოგიჩაშვილი გადავყარეთ იქვე. გავამყარეთ რაკი დავასტაბილურეთ. საღინაძე რაკთან ახლოს დაარტყა, გავედით უკვე ხაზზე. აბჟანდაძე, შარიქაძე, კვესელაძე, ნინიაშვილი, ცრუმოძრაობები შეიქმნა თავადვე სივრცე. დახმარება დასჭირდება. აი ამოუხტა აქ ბოჭავს. კვესელაძე გას ფეხზე კარგად შეინარჩუნა ეს ბურთი ოჯახ ნინიაშვილმა გააკეთა გადაცემა იქვე თუ არ ვთქვი გოგიჩაშვილია არა შეტევაში იყო ბექა გიგაშვილი აბჟანდაძე ნინიაშვილი გრძელი გადაცემა კარგია საგინაძე დანახული ტაბუცაძე ჩარტოს ისრაფეც ნუ მოძრაობები კარგად ეხსნებოდა გარეთ ასევე საგინაძე მას დიდი მანძილი დაფარა აბჟანდაძეს გაუკეთა გადაცემა
ისევ ხელდახელ სწრაფად კარგია. არის მეტობა ფთაზე ცუცქირიძე. ამოეხმარეთ მალევე. მივადექით 22-ს. ერთი შეხებით კეთდებოდა ეს გადაცემა, თუმცა წინვარდნის შემდეგ ფეხით ითამაშეს. ნახოთ ნინიაშვილის კონტრშეტევა ახლა გაარღვია ხაზი. და ჩადო ბურთი. სწრაფად გაათამაშეს. იმედია კიცერში არ მოგვხვდა ეს ხელი. არა და უპირატესობაც ვერ მიიღეს. იმიტომ რომ იარეს ისათმე და გადაუვარდათ ახლა ბურთი. დაიბნა იტალიელი მსაჯი ახლა. უბრალოდ წინ თამაშია ბიჭებო, მეტი არაფერი. ხო თავ. კი. ცირე დამნეულობა. მეტი ნამდვილად არაფერი არ მოხდა რა. თავად ხელი არ გაუშვერია, რაღამ დააბნია. ელოდებოდა გვერდითი არბიტრისგან დასტურს. ნინიაშვილის გარღვევა კიდევ ერთხელ. უბრალოდ გადაყრა დავაგვიანეთ. აი აქ მუხლზე იყო, ესე იგი ამაზე დააჯარიმა, მე მგონი ვასკალობჟანიძე რომ ფეხზე არ იდგა და ისე აიღო ბურთი. კარგია რომ აქ არ დავჯარიმდით თამაშგარაზე. აი პირველი შერკინებაც აქ ჩვენ შევაგდებთ ბურთს და ნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები. გასცა მითითებები ფედერიკო ვედოველიმ და შევაგორეთ ბურთი. ამჯერად უკვე ვეღარ გაგვიძლეს და ჩავარდნენ რუმინელები. კი ბატონო, ალექსანდრო სამანს ეუნება, ალექსანდრუ სამინს ეუნება, რომ ვერ მოახერხე და ვერ გაუძედი ხელის კარგად ჩავლება და შიგნით მოგიწია შესვლაო. კიდეზე გადავალთ ახლა, მოვიგებთ მოედანს და იქიდან უკვე ავაგდებთ დერეფანს. იმედია ძალიან კარგად და ზუსტად და ვნახოთ როგორ განვავითარებთ მოვლენებს. დაცვას ძალიან კარგად თამაშობთ, მოგეხსენებათ ერთი კარგი შეტევაც გავახორციელეთ და იქ პირდაპირ ამაზე ლელო გავიტანეთ და ამასობაში დედო აბზენდაძის ძალიან კარგი დარტყმული, რომელიც მაქსიმალურ დისტანციაზე მივედით ლევოს ხაზიდან, რაც ნიშნავს 5 მეტრს. იდეალური დარტყმა გამოუვიდა ახლა. პორჭალოსანთა 10 ნომერს. გიორგი ჭყოიძე მოაწვის დერეფანში ბურთს. ჭეიშვილზე ბოლომხტომელზე მოვაწოდეთ მოლი, კარგად დავძარით. და ცუცქირიძე აკონტროლებს ამ ბურთს ჯერჯერობით, ვნახოთ გრძელდება წინსვლა. არა დაგვაყოლდა, მაგრამ ბურთი ჩვენია, რა თქმა უნდა. მე მგონია არ გადაგორება ჯარიმა. სიჩქარე აღირს. და რა ხდება? კიდე ისევ აუტში. კი ბატონო, გამოვიყენოთ ნუ მოუში უპირატესობა გვაქვს, ფიზიკურად უფრო ძლიერად ავართ და ეხლა უნდა შევატყიოთ წესით. ყრივად თუ შევიკრებით, კარგი იქნება. თედომაც გასცა თავის მითითებები. ეს კი ნიკა ამაშუკველი, ლევან მაისაშვილი და ილია მაისურაძე. ჩვენს ტელეეკრანებზე. ნიკას ჩართულია ეროვნულთან, ესე იგი მუშაობს. ძალიან რთული მატჩი ჰქონდა მას 6-ზე. ამაზე უფრო მოგვიანებით. შემდეგი 6-ერის ტურებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ჭყოიძე ბურთით ხელში. მიქაუტაძეზე ავაგდეთ ეს ბურთი, მოვიგეთ და შევკარით მოლი, მაგრამ ბლოკირებაზე ჯარიმდები. ბეკას აღინაძეს ეუბნება, რომ წინ გადაუდექიო. მარტივ სიტუაციაში დავკარგეთ ბურთი. სამწუხაროა.
ექნება ახლა რუმინეთს საშუალება განმუხტოს ამ წითელი ზონიდან გამოვიდეს და თავად სადოს შეტევა თუ გამოუვათ რა თქმა უნდა ძალიან კარგი წნეხს უქმნით წინ წევთ ხაზს და გასაქანს არ ვაწყობთ 23 წუთი მიმდინარეობს ანდრე გორენი იყო თქვენს ტელეეკრანებზე რომელიც დერეფანში არ არის ხაზშია ჩართული გაუგებრობა უმალვე დააკარგეს ო რაღაც ვერ არიან ნომინალები კარგად ორგანიზებული Come, Georgia. ვასილ ობჟანიძე მეორედ შეაგორებს ჩვენ შეკინებაში ბურთს პირველ შემთხვევაში მოვახერხეთ და დავაჯარიმეთ რუმინეთი Coach! Bind! Set! Stay square! Stay square! პირველი კარგად გაწყობილი შერკინება Force was lift. სტაბილურად დადგა ძალიან და უნდა დავეხმაროთ ახლა ობჟანიძეს მოახერხა გადაცემის გაკეთება თედო აბჟანიძე სწრაფად შევიდა შიგ მაგრამ შებოჭეს იქვე ლობჟანიძე გაგრძელებას მარცხენა მხარეს მოძებნის იქვე ჯალაღონია მურქინა შემინარჩუნეთ ეს ბურთი შევცვალეთ შეტევის მიმართულება კარგია ძალიან სიცხეზე კარგი გადაცემაც უჩქირიძე წავიდა აკრიფას ისრაფე შეინარჩუნა ეს ბურთი Points available. ლობჟანიძე ისევ გოგიჩაშვილი ზურგს უკან აბჟანდაძე და ჯალაღონია არის სივრცე და ყავს რაოდენობაც საღინაძე წავიდა წინ მაგრამ გადაგვიდა ეს კიდეზე იქნება მეტოქის დერეფანი საკუთარ 22 მეტრიან ხაზზე ნუ ვერ მოვახერხეთ აქ მოედანზე დარჩენა დაიჭირეს კი ბატონო ორმა კაცმა გვერდებში შეუვარდნენ და არ მიცეს ჩაწოლის საშუალება დეკას მათი დერეფანი 22 მეტრიან ზონაში აქვს უკანა კაცზე სუფთად მოიგეს ჩამოაგდეს სწრაფად პირველი ხაზი და კარგი ბოჭვაც იქ უჩქირიძის შესრულებით და გამოუვარდა წავედით კონჩეტევაძე მყინვალე გადაცემა სუმოძრაობები კვესელაძე დაიძრა შეაჩერეს ლელოს ხაზზე თუმცა შეაღწია რა ქვევიდან ამოუდო ხელი გამოუდეს ხელი და მე მგონი ჯობდა აქ შეგვენარჩუნებინა ეს ბურთი კარგი შეტევა იყო ძალიან We have, I know, I don't need this thing. If you have something, just pick this keeper. I don't do like this. We have clearly held up. Goal line drop out. იქვე იყო კი ბატონო იტალიელი არბიტრის და გაგვიკავეს ბურთი ჰაერში და ლევოს ხაზიდან განახლებით გამოვლენ საკუთარი მოედნიდან იონელ მელინტემ შეასრულა ეს დარტყმა და ნახოთ მინდა ხდება ჩვენები რა თქმა უნდა გარეთ გადაცემა ჯალაღონია ძალი ხერით მიდის სუმოძრაობები და მგონი ჩაგვიჭნენ კი ჩაგვიჭნენ რა თქმა უნდა დავაგვიანეთ ოდნავ გადაყრა Lift the ball. და დავკარგეთ ბურთი ეს საინტერესოა განმეორებით ესელაძე მაგ კარგად იარა კი ნამდვილად ბევრი მოძრაობა და სწრაფადაც მაგრამ აი აქ მე მგონი ვერ ოი დამიწებას გავს ძალიან ხო გავს და დამიწება არის კიდევ თავარია აი შეუშვერე ხელა თუ არა პოპამ იქ ხელი ჩათვლის დადების დროს ქვევიდან აი აქედან უნდა გამოსცეს წესით უკეთესად ვეღარაფერი ვეღარ შეიცვლება უბრალოდ ჩვენ თუ დავიკმაყოფილებთ ჩვენს ეგრე ვერ იტყვი რა ნუ უფრო ახლოს იქ იყო მსაჯი ამიტომ მივყვეთ ახლა მის ძახილს Is always the receiver, so it's fine. საბოლოო ჯამში რუმინეთის დერეფანი ჩვენ ნახევარზე და არასწორი მოწოდება We go for scrum. შერკინება ავირჩიეთ
ბოლო შერკინება ძალიან სტაბილურად. ყოიძე აჩქარებს მოწინააღმდეგეს დროზე შევიკრათო კაცო. აღსანიშნავია მსოფლიო რეიტინგიც, სადაც უელს დაქვეით და მე-10 ადგილზე და ჩვენ მე-12-ზე ვართ. უახლოვდებით ათეულს. მცირედია განსხვავება. საინტერესო იქნება უკვე რაგბი ევროპის ტურნირის დასრულების შემდეგ რა იქნება. წესით ეხა რუმინელები, მაგრამ აცალა მაინც ბურთი გამოსულიაო. ინიაშვილი დიაგონალზე ურტყამს კარგად ძლიერად, თუმცა ადგილზეა მათი ფულბეკი. და მოაკ მელინტეს ხედით გადმოაგდო ეხა უკვე ინიაშვილი 22-დან გამოსულები ვართ, ასე რომ მოგვიწევს მოედანში დატოვება, კარგი დარწმული არის ძალიან. აბრუნებენ ფეხით, თუმცა აბრუნებენ კიდეზე. ცენტრამდე ამოვიდნენ. კარგი დარწმული გამოვიდათ, მათაც ჩვენ დერეფანი იქნება ცენტრის ხას ოდნავ იქით. სემიონესკუ ვანახეს. ეხლა ახლო კადრიდან ეს გახდათ ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ბოლო ფეხი დარტყმა შეასრულა. ისევ ნაკლებ კაცსა. 5 კაცია ინდერეფანი გვაქვს დაყენებული. და ჩაიშულზე ორი ხელით სწრაფად ჩამოვაგდეთ ლობჟანიძე. აბჟანდაძე მაღალი აბრაგანი და კიდეზე დაარტყა, საბრძოლო იყვება ნინიაშვილი. მაინც ჩვენ მხარეს დავიტოვეთ, ჯალაღონია ათამაშა ლობჟანიძე. დაატრიალდა იქ, თუმცა ვერ გაექცა მოჭავს. გამოვიდა ნინიაშვილმა გამოიტანა. იქვე ჭეიშვილი წავიდა კარგად წინ. ხელი უკვე აღარ შეიძლება მეგობარო მან. აი, ცოტა შევედავებოდი ახლა აქ. ამჯარი მაშინ ამბობ. პირველი ჩაჯდომა სულთან ვერ დავინახე. ლობჟანიძე ედავებოდა ამ ბოლო ჯარიმაზე, თუმცა ცხადია აზრი ნაკლებად აქვს. და არანაირი არა მსახთან დავას აზრი არა აქვს, გადაწყვეტილება არ იცვლება თუ არ არის ვიდეო რეფერი და იცის თუ არის ან ურთიერთობასთან ლევოს გასვლა არ გასვლის მომენტი. სხვა შემთხვევაში არანაირი გადაწყვეტილება მიღებული აღარ იცვლება. აი აქ შეხედეთ ჯერ მიწაზე დაადო ხელები, უბრალოდ აი ეს წინა ეპიზოდი იყო. იგივე მოხდება აქაც. აქ ჯერ კაცზე მერე ერთხელ გაუშვა, მეორეჯერ მოკიდა, ნუ რამდენად სწორია ამას ახლა თავს ვერ დავდებ, მე გავაშვებინებდი უბრალოდ ხელს. მოვუგეთ ძალიან კარგად. და დავაყენეთ მოლი, თითქოს ჩვენ დერეფანში მოგვეწოდებინოს ბურთი, მოგვაწნენ. გამოვიდა. ბურთი ცუცქირიძე პირველ დარტყმაზე კარგი იყო. ლობჟანიძე აგრძელებს ახლა. რაქს შორეული დარტყმა, მისრებადია და იქვე ვბოჭავთ. ბრავო, წინვალე ტაიმინგი. უკან დავაყევინეთ დიდი მანძილი, კონტრაქტის საშუალება აღარ მოგვეცა. საკუთარ 22-ში არიან ახლა რუმინელები. კარგი იყვნენ იქ თოდუა და საღინაძე, მაგარი მოეჭვა და მაგარი წინსვლაც ჰქონდა დაცვაში. დარტყმულიც გამოზომილი იყო. უცნაური ტრაექტორიით წავიდა ბურთი. ამასობაში კი გავიდა 31 წუთი და 9 წუთი დარჩა პირველი ნახევრის დასრულებამდე. დაცვაში უშეცდომოდ თამაშობთ. ჩვენ მოვაძვით ახლა დერეფანში ბურთს. იოსებ ტყემალაძე, რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ცოტა ხნის წინ ვიზიტით იყო. ბრიტანეთში იყვნენ კი ბატონო ჩვენები ვიზიტით. საინტერესო შეხვედრები გამართა, როგორც ვთქვით, რაზეც უფრო დეტალური ინფორმაციას მოგვიანებით გავეცნობით. აი გამოუვარდა ეს ბურთი კონჩეტევაზე, შარიქაძე. გადააწოდა ცუცქირიძე, ტაბუცაძე. აიღო ეს ბურთი გარე, გაეცემა ურბინა, კიდევ ერთ ვეღარ დატოვა უკვე.
კარგი მოედანში. ძალიან რაღაცა ძალიან პატარა მონაკვეთში ერთი მატეხი მოვატყუა და შემდეგ ძალიხეით უნდოდა ამ ბურთის მოედანს დატოვება, მაგრამ დავადგით მაინც ფეხი მოედნის მიღმა ხაზს. აი აქ ადგილზე დატოვა, ესე იგი მოწინააღმდეგე სწრაფი მოძრაობით. გარდა ამ ვიზიტისა, როგორც ვიცი, ესეც მოგვიანებით გახდება უფრო დეტალურად ცნობილი. ახალი და ძალიან საინტერესო პარტნიორები უჩნდება საქართველოს რაგბის კავშირს მიუადევნოთ, დაუბრუნდეთ თამაშს, 15-იანში შევედით, სწრაფად გამოდის ჭეიშვილი. ყოიძემ კარგად ითამაშა, მოიპარა ის ბურთი, ლობჟანიძე გარეთ აკეთებს გადაცემას, გარეთ წავიდა კიდევ უფრო ჯალაღონია. და უპირატესობაც გვაქვს ჯარიმის გრძელი გადაცემა და მოწნილი გადაცემა ალექსანდრე თოდუა. ხაზით ვალელოთ უკვე მეორედ რუმინეთს 15-0. შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ლეგენდარული ბორჯღაოსანი ალექსანდრე თოდუა, ცენტურიონი. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე, ძალიან კარგი მოთამაშე. კარგი გადაცემა გააკეთა აქ თედომ ძალიან. მოჭრა მთელი ხაზი აი ამ ერთი პასით. აქ დამიწება კი თოდუას გამოცდილების მქონე მორაგბეს აღარ გაუჩნდა. ხადია აღარ შეშლია. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სწორედ ქვევით მითითებულ ბმულზე, ვისაც შესაძლებლობა და საშუალება ცხადია სურვილთან ერთად გექნებათ ერთად უგულშემატკივროთ საფრანგეთში ბორჯღაოსნებს თედო აბჯანდაძე +2 დავწინაურდით სოლიდურად. ყველაფერი კი დაიწყო სწორედ აქედან. ეს შეცდომა დაუშვეს რუმინელებმა საკუთარ ნახევარზე ასე უყურადღებო დერეფნის გათამაშება არ შეიძლება. საერთოდ კი არ ეძინა ეხა იქ ყოიძეს ელოდებოდა თამაშის გავრცელებას და ძალიან კარგად იხელთა ეს ბურთი. მე რამოდენიმე ფაზა გადავაბით და სწორად გათამაშებული, ესე იგი ძველებურად რომ ვთქვათ ვერი და კარგად დაბოლოებული შეტევა, რომელიც თოდუამ ლელოთი დაასრულა. 17-0 5 წუთია დარჩენილი პირველი ნახევრის დასრულებამდე. მელინტე განაახლა თამაში და რუმინელებს რჩებათ ჩვენ ნახევარზე განახლების შემდეგ ბურთი, თუმცა კარგი ბოჭვა შევასრულეთ აქ. წავიდა ამ შემთხვევაში უკვე პოპოაია იყო. რაკში სწრაფად ვერ ახერხებენ ბურთის გამოტანას, მზად უხდებით უკვე დაცვის ხაზში. მარჯვნივ მორკინალები იქ ვიღაცას ფეხსაცმელი გაჭროდა დიდი აძირს, მაგრამ ვის ცხელა ახლა ამისთვის სახინაძე და უკან ვახევინებთ დაცვაში, რა თქმა უნდა. ბოლომდე წურავენ მარჯვენა ხაზზე და თოდუამ შებოჭეს. კარგად იმუშავეს წყვილში. კარგი ბოჭვა ისევ იქ ჯალაღონია შესრულებით და კონტრაქტი შესრულდა თითქოს მაინც დარჩათ მოწინააღმდეგეს და მაღალი აბრაგანი რახან ვერაფერი და მოგვიხელთეს დაცვაში. კარგია იქ ხდება ბლოკირება. კიდევ ერთი ჯარიმი. შეიცვალა სარბენი ხაზი. ვერ დავინახე ზუსტად. მერვე ჯარიმა ჩვენი, რაც ცოტა ბევრია პირველი ნახევრისთვის სულ 3 ჯერ არიან დაჯარიმებულნი რუმინელები, ხოლო ჩვენ უკვე 8 ჯარიმა და ერთი თავისუფალი ავიღეთ. ცოტა ბევრია პირველი ნახევრისთვის. ნოდარ ჭეიშვილს სისხლისთვის როგორც ჩანს. აუჭალის სარაგბო სტადიონზე მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ეს რაც რომ მოძრაობა იყო გააცურა იქ მელინტე. თუმცა ამ ეპიზოდშივე დავჯარიმდით. რამდენად ცხადი იყო აქ ჯარიმა. ადგილზე იდგა ეხლა გოგიჩაშვილი, ამიტომ რაღაცა მოძრაობის ის არ ქონდა. როგორც არის.
ვამოდი იმას რომ მიუხედავად ამინდისა და სიცივისა გულშემატკივარი მაინც მოვიდა და ხელი მატჩი ამხნევებს. გარედან დგანან და უყურებენ. 9. პირველად გადმოვიდნენ ასეთ სახიფათო წერტილში რუმინელები 37 წუთის მანძილზე. გოლი დააყენეს without თავს. Stay binding, keep your binding. Yes. 6, no 6, 6. წინ ვეღარ მიდიან, ცუცქირიძე მოიხსნა არასწორი მხრიდან და კარგი გოლი აგვიგორეს ამასობაში, მაგრამ მე მგონი გამოვიყვანეთ. გაჩაიხურა, ბრავო! დავიცავით თავის სუფთად და ბურთი გადმოგვეცემა ჩვენ. Scrum the 5 meters. მეტრიანში იქნება ჩვენივე შეკინება. 17-0, 2 წუთი სადღაც თამაშის დასრულებამდე კიდევ. და საკმაოდ კარგად ვაწუხებთ დაცვაში, ძალიან კარგად განან ჩვენები. რამდენიმე ტექნიკური წუნი და ოდნავ დისციპლინა გვაქვს გამოსასწორებელი 8 ჯარიმა კიდევ ერთხელ მეორე პირველი ნახევარისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. რუმინელებს რა გითხრათ, აბა ჯერჯერობით ესე დაალაგებული რაიმე შეტევის და მაგვარიც კი ვერ შევამჩნიეთ, ფეხით თამაშობენ საკუთარი ნახევრიდან, დერეფანი არც თუ ისე მაგარი აქვს და შერკინებაში თმობენ. ღია თამაში კი მუდმივ წნეხში არიან, მაღალ დაცვას ვეთამაშებით. სწრაფად უწევთ ხაზს. Stand up, boy. No, stand up, stand up. გადაეწყობა ახლა შერკინება. Just hold the press, stay in the contest, not overleaning. Reset. ხო თუ არ ვწდები ესპანეთთან ჯამში დავჯარიმდით 18 ჯერ. იმ დიდ ბევრია. 18 ჯარიმა არის აი ნორმალური მაჩვენებელი ერთ თამაშზე საერთოდ. თუმცა იქ ალბათ დამეთანხმები რომ ბევრი სადაოც იყო. რა თქმა უნდა, ხო რაგბი ევროპის ბასკეტ ჩემპიონატზე ძალიან დიდი კლასის არბიტრები არ ინიშნებიან. მაგრამ საკმაოდ გამოცდილი ბიჭებიც არის. რაგბი ევროპის პრეზიდენტმა განაცხადა რომ ეს ტურნირის სახეცვლილება საქართველოსთვის კონკურენციის შესაქმნელად მოხდა. ალბათ ამასაც მოიცავდა რაღაც ხრივ. Use it. თუმცა ცხადია აქ ამ კომპონენტში გამოსასწორებელი Stay. გვაქვს. Yeah, ball was out. Ball was out. გადავრჩით ბურთი გამოსული იყო და მოასწრო ლობჟანიძემ ფეხის დარტყმა. ამოვედით ჩვენი 22-დან თითქმის 10 მეტრიანამდე. და 30 წამი პირველი ნახევრის დასრულებამდე. გამარჯვებულად ვიგებთ 17-0 კიდევ ერთხელ შეგარცემით. ჩვენი დერეფანი ჩვენივე წყვეტილ 10 მეტრიან ხაზზე და სავარაუდოდ აქედანაც ხელი წაიღებენ. It's the last one. Okay, the last one. შეეცდებიან ყოველ შემთხვევაში. როცა მოვიგებთ ესე ამდენი. ვნახოთ რუმინელები მეორე კაცი ააგდეს. გადაცდა და ჩოიძე მიხელთა ეს ბურთი, მაგრამ Touch the ball. საჩე ხო? Yeah, no, I touch the ball. Yeah, time is over, so I change it. და პირველი ნახევარი ამით დასრულდა. შევისვენეთ ჩვენ 10-15 წუთი და ისევ დაგიბრუნდებით დარჩით აუცილებლად ჩვენთან. ვაჯერ დავჯარებდით სამწუხაროდ, საცა მეორე ნახევარიც დაიწყება, ახლა უკვე
რუმინელები შეიყვანენ ცენტრიდან თამაში იონელ მელინტე შეასრულებს ამ დარტყმას. ფედერიკო ვიდოველი იტალიელი არბიტრი ელოდება მზაობას და აი ჩასტვინა კიდევაც მეორე ნახევარი დაიწყო. გაარტყეს სადღაც მეორე ზონაში, დავხვდებით. ლობჟანიძე დახვდა ამ ბურთს კარგად. პირველი ბოჭავიც ჩამოიშორა და უკვე 22-ში თედო არის 9 ნომრის პოზიციაზე მისული. იქვე ჩავწექით. თუმცა შეტანილია როგორც საჯმა აღნიშნა პირდაპირ დერეფანში ვერ გადავალთ. როგორც ჩანს არ იყო შეტანილი. ქერით ბეკო ასე უმიმართა. ნუ როგორც არის. ძალიან კარგი რომ შეტანილად აღარ ჩაითვალა. აკაკი ტაბუცაძე 27 მატჩში ეს 27-ს ატარებს და 24 ლელოა მის ანგარიშზე. They both say you have to say 2 and 2. I don't want to say more. მითითება ვასილ ლობჟანიძეს. ნუღა შემოხვალ ახლოს. ორი ხელით მოიგეს ჩვენმა სტუმრებმა დერეფანი და ხელდახელ მოაქვთ. დიაგონალზე მაღალი დაარტყეს. ადგილზეა ნინიაშვილი, თუმცა მოიგეს. შეცდომა დაუშვით, მაგრამ He's jumping into the player. ზედ მოთამაშეს მიახტიო. იმედია დაუთ ნინიაშვილი Because it's not really dangerous. არ არის ტრავმირებული. არა, უბრალოდ რაღაცა ეთკინა, მალე წამოდგება ფეხზე. Always land on the back. Time is off. ისეთი ძლიერი არც არაფერი ყოფილა, მეგონება ვნახოთ. But if he jump into the მუხლით შეჯახებისას იტკინა რაღაც. გვერდი ეთკინა თეძო, უბრალოდ აი აქ მუხლი მიარტყა სხვათა შორის. თეზოზე წამოდგა დავითი რა თქმა უნდა. კი, ოვაცია სწორედ მის წამოდგომას მოყვა. ჩვენი ჯარიმა ტრიბუნამ ის რომ ჯანმრთელა და თედო აბჟანდაძე კიდეს მიზნებს და გადადის ძალიან კარგად. დარტყმასაც ასრულებს 22 მეტრიანთან ძალიან ახლოს გვაქვს დერეფანი. ჭყოიძეს ბურთი ხელში აქვს, ნახოთ სრულს თუ ნაკლებ კაცა დერეფანს დავაყენებთ. ნაკლებ კაცაა როგორც ჩანს. ავაგდეთ ეს ბურთი, ორი ხელით მოვიგეთ უკან ჭეიშვილზე, გარეთ გავიტანეთ საყინაძემ შიგნით. კიდევ უცკირიძემ შიგნით შემოატრიალა, ძალიან კარგი გადაცემა ლობჯანიძე. ჯალაღონია წავიდა შეტევაში. მანაც აიცილა ერთი ბოჭავი, წინ წავიწიეთ კიდევ უფრო. მარჯვნივ ნინიაშვილი, ზურგს უკან გატანებული გადაცემა კვესელაძეზე. გადმოაგდო საყინაძე. რჩებით შეტევაში. გიგაშვილი წამოეხმარნენ თანაგუნდელები, ახლა ხელი უნდა გაუშვას უპირატესობა საერთოდ დაჯარიმდნენ რუმინელები. კიდევ ერთი ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ. გიგაშვილის მძლავრი მიძალება და კარგი წაღება. შემდეგ კი უკვე წესები დაარღვია ანტონესკუ. არა და მოუწოდებდა მას გვედოველი. განხანი რომ ხელი უნდა გაეშვა. დარწმუნებული ვარ თავადაც ძალიან კარგად იცის ეს წესი. კი, გათელილი წესია და ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ბოჭვა შესრულებულია და ბურთი არა გვაქვს, რა ხდება, აბა? როგორც ჩანს, ბურთის მიმტან ბიჭუნებს იქით მხარეს მოეძინათ, აღარ ქონდათ. ისევ ჩვენი დერეფანი ჭყოიძე შემოაგდებს ამ ბურთს. 3 წუთია ჯერჯერობით გასული მეორე ნახევრის დაწყებიდან. და პირველ სალელოე შეტევაზე გადავედით. მიქაუტაძეზე მოვიგეთ ორი ხელით, ჩამოვაყალიბეთ მოლი და დაუძარით კიდევაც წინ. კარგად ვაკონტროლებთ ამ ბურთს. კარგი წინსვლა ისევ იმ აკრიფა ტემპი მომა, თუმცა შევიდნენ ასე ჩვენი ხაზის მოთამაშეებში და არ უნდა რა ხდება. ხელი სახეშიო?
is 1 foot ends on the face. დაჯარიმდა გურამ გოგიჩაშვილი უცნაური ჯარიმა. ხო, ხელი დაადო სახეზეო. იქვე იდგა და აბა დავაკვირდეთ განმეორებას. აი ამაზე. ნუ ინიციატორი ამ ყველაფრის რუმინელი მორაგბე იყო. ჯარიმა ამაზე რაღაც აგრესიული ქმედება არ იყო, ეგრევე შეცვალა ხელი. ნუ კარგი. ვერ გადაიტანეს, წამოვიდა ტაბუცაძე, კონტრშეტევაზეც რომ მოძრაობა. ამოაგდო ბურთი ლობჟანიძე დაიქნია და გაჭრა ხაზი. სწრაფადვე გადავყარეთ, უნდა ავიღოთ ეს ბურთი გამოვარდა. ჭოიძეს გადასცა. ისევ ჩვენია რაკში ბურთი. ლობჟანიძე ისევ მარჯვნივ, ნინიაშვილი შიგნით შეუბრუნა თოდუას. ამუშავებს ფეხებს თოდუა. კარგი აჯალაღონია, კარგად დაიცვა ნინიაშვილი. შეინარჩუნა მაინც ბურთი, მაგრამ არა, ვერ წაიღეს. ჩვენია, რა თქმა უნდა, ძირს დაწოლილი მოთამაშე თამაშობს. კიდევ ერთი ჯარიმა რუმინელები დაჯარიმდნენ. Checkers fine. 6 need to roll first. კიდევ ერთხელ გადავალთ. დაგეთანხმები, ძალიან უცნაური ჯარიმა იყო იქ, ნო რაღაცა უხეშობას არ გავდან, კი მიადო ხელი სახეზე, მაგრამ ეგრევე შეუცვალა პოზიცია ხელს. როგორც არის. გადავიდა აბჟანდაძე კიდეზე, ისევ ჩვენი დერეფანი 5 მეტრიან ზონაში. არ და სუფთა ლელო იყო. კი, წინ მიიწევდა ჩვენი გოლი. ძალიან კარგად ერთ მუშტად შეკრული მოლი იყო. ჭოიძე ბურთით ხელში. დისტანცია არ არის დაცული როგორც ჩანს. ჭოიძე საღინაძეზე მოვიგეთ ეს ბურთი და დავაყენეთ მოლი ისევ. ვცდილობთ მიწოლას, ნაცვლად თითქოს ღერძი და ახლა შევცვალეთ მოლის მიმართულება, მაგრამ ჩაგვიქციესავით ახლა აქ და შერკინება მოწინააღმდეგეს. გაჭედვა დააფიქსირა მატჩის მთავარმა არბიტრმა. Scrum Romania. ასე რომ გადარჩნენ რუმინელები კიდევ ერთხელ. კარგი მოწოდება არის მერაბ შარიქაძეს მხრიდან, არ მიუცეთ საშუალება რომ დაგვაჯარიმოს. შეკინების ზეთხედი. კარგი იქნება თუ მივაწვევით კარგად და ჩვენ ჩავიგდებთ ბურთს ხელში. მივაწეკით დაუძარით. მაცდის გამოვიდა და იქვე შევბოჭეთ. რუმინელთა ნომერი. წესი არ დავარღვიოთ, რაც თავარია, გადმოვიდნენ თვითონ დერეფანში, თან არიან საკუთარ ლელოს ხაზთან. ამიტომ წნეხში იქნებიან და კარგი დარტყმა არ უნდა გამოუვიდეთ, საიდანაც ჩვენი შეტევა გვექნება წამოსაწყები ამ შემდეგ ფაზაში. დატოვა მე მგონი მოედანში ვერა და იქვე აი სწრაფად შემოაგდო აქ თოდუამ ნინიაშვილი. აკრიფასის სწრაფე გვერდზე წავიდა, თუმცა კარგი ბოჭო გაგვიკეთეს ამ შემთხვევაში. აქ შესაძლოა დავკარგოთ ბურთი, გადავყარეთ, მოვახერხეთ ჩარიქაძე, ბრავო, წინვალე იყო. წაიკითხა ეს მომენტი და კარგად. ლობჟანიძე მარჯვენა მხარეს, არაზუსტია, თუმცა ბურთი თედოს. შეინარჩუნა ოდნავ აგვერია თამაში. ახლა რამდენიმე დავაგებული და დავაგებ, რა თქმა უნდა, ჭეიშვილი წავიდა წინ, შეგვბოჭეს, ვაკონტროლებ ბურთს. ლობჟანიძე ფეხით დიაგონალზე და წინ ურტყავს, ძალიან კარგად დანახული ჩაუგდო და გადავიდა კიდეც. ფანტასტიკური დარტყმა. ბრავო ვასილ ლობჟანიძე. ისეთი თავდაჯერებით ასრულებდა ამ დარტყმას, რომ ჩანდა ეს ცარიელი წერტილი. და პირველი ცვლილება იუჯენ კეპეცინა შემოდის ჰუკერზე. ოშოკარუს ნაცვლად.
ყოჩოკარუ ერთ-ერთია იმ მორაგბეთაგან, რომელიც რომანიან რულზის ღირსებას იცავს რუმინული ფრანჩიზის. შაულომთან ერთად ისინი ასპარეზობენ რუმინელი მგლები. რუმინელი მგლები რაგბი ევროპის სუპერ თასზე. კი, წელს პირველი წელი იყო მაგათთვის უბრალოდ 2022 წელს. ვერ მოახერხა აკჭყოიძემ ბურთის აღება, თუმცა რუმინელებსაც წინ უვარდებათ. და ჩვენი შერკინება იქნება 15-მეტრიან ზონაში. ეს 10 წუთი სულად გავატარეთ მეტოქის ნახევარზე, უმეტესად 22-ში. ორი სალელოე შეტევა გაგვინიავდა და შემოდის შალვა მამუკაშვილი და ნიკა აბულაძე ტოვებს გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი ჭყოიძე ტოვებენ. ორივეს კარგი პირველი ნახევარი და მეორე ნახევრის საწყისი 10 წუთი ჰქონდა. ხო კი ახალი ძალებით მივაწვევით. Crouch. Bind. Set. ვავნახოთ მივაწეკით მაგრად. უპირატესობა გვაქვს ახლა ჯობს გავიტანოთ ბურთი სანამ ჯარიმა მოგცა. შარიქაძე სულსუკან გადაცემა ნინიაშვილი ვარა ვერ მიიღო ეს ბურთი. თოდუას ჩაუვარდა საბოლოო ჯამში და უნდა დააბრუნოს ახლა უპირატესობა წესით, მაგრამ წავიდა თედო წინ. ცოტა ვერ გავათამაშეთ კარგად. ერთმა გადაცემამ გააფუჭა კი შევნელდით და Number 1 yellow collapse under pressure. გაჯარიმ და სავინი. ალექსანდრო სავინი. ალბათ ისევ შერკინებას მოითხოვენ ჩვენ. მან შეგვიძლია დერეფანშიც ვითამაშოთ. შალვა მამუკაშვილი მსხვილი რაკურსით ძალიან გამოჩდილი. გამოიცანი. აი მითითებებს აძლევს თანაბრუნდელებს შალვა. ცვლილებები უმალვე დაეთყო. უპირატესობა მივიღეთ პირველსავე შერკინებაში. 53 წუთი დაიწყო ამასობაში. ანგარიში უცვლელია პირველი ნახევრის შემდეგ 17-0 ვამარცხებთ. ეს კი დავით გაჭარავა და თორნიკე გოგებაშვილი. რაგბის კავშირის წარმომადგენლები იყვნენ ახლო კადრით თქვენს ეკრანებზე. შეაგორა ვასკამ ბურთი, ჩავარდნენ ისევ რა თქმა უნდა. გავუვარდა და ეხლა მოგაფრთხილების დროა უკვე რა თქმა უნდა. სწორი ხარ ფედერიკო. აბა ნახოთ რა სეტყვის მოусმინოთ. Is always elbow to the ground or right or the left one? Number 1. Is the second one. Okay. You need better, or probably I need subs. Okay, sir. I give it. ხო, ჯობია გამოასწოროსო, ყოველთვის იდაყვა ქვევით ჩააქვსო და თორე მომიწევს ცოტა უფრო გამკაცრებაო. მიჰაი მაკოვევის გაესაუბრა. ეს კი ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ილიკო მაისურაძე და ლევან მაისაშვილი თქვენს ეკრანებზე. ვასკა ლობჟანიძე ისევ ამ შერკინებაშიც ახლა თუ ჩავაქციეთ, მე ალბათ ბარათი ჩავაქციეთ რა იყო და იმათმა ვერ გაუძლეს. ბარათი მოყვება. აი მე უკვე არ ვიცი როგორ გავაგრძელებთ. კარგი იქნება ახლა სწრაფი ლელოები რომ მივაყოლოთ, ცოტა ხასიათზე მოვიყვანოთ მაყურებელი. უკვე 12 წუთია თუ ბოლო ლელო რომ წუთზე გავიტანოთ. ვეღარ დავიმახსოვრე, მაგრამ ლელო გვაკლია. პიტერ ბრინიც გამოჩნდა იქ ჩვენ სამწვრთნელო შტაბთან ერთად. საინტერესო პერსონაჟი. ძალიან გავშალეთ, ძალიან კარგი. პირდაპირ თედოზე ნინიაშვილი სწრაფად ამოწიეს ხაზი, თუმცა კარგად იდგა ფეხზე დავით ნინიაშვილი. განაგრძობდა წინსვლას. მარჯვნივ ახლა უკვე მორკინალებით ჭალაღონია. სეურჩებით მეტოქის 22-ში გრძელი გადაცემა. თედო კარგი იყო ახლა სივრცეში შარიქაძეზე ეს გადაცემა. წავიდა მერაბი წინ, კარგად. დიდი მანძილი დაფარა.
თვითონ წავიდა იქ შიგნით შედგა ვასკა ლობჟანიძე წამოიღო ამ შემთხვევაში გიგაშვილი წინ მიდის თან თამაშგარის უპირატესობა საკმაოდ დიდი ადგილი მოიგო გიგაშვილმა დაგვივარდა ეხლა ბურთი და ყვითელი ბარათი მე მგონი ალექსანდრუ სავინი აი მეორე ნახევარში უკვე ძალიან კარგია არც ერთი ჯარი მავიღეთ ჩვენ და იმათმა 6 უკვე და დროული ყვითელი ბარათი მიიღო კიდევაც ალექსანდრუ სავინმა ამასობაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენს ტელეეკრანებზე ხვედა მარჯვენა მხარეს მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიო თასის ბილეთები რომელიც საფრანგეთში გაიმართება და ერთად უგულშემატკივროთ ვისაც საშუალება და სურვილი გექნებათ აუცილებლად წამოვბრძანდით საფრანგეთში და გავამხრებოთ ჩვენი ბიჭები რომელიც აი სულ ახლოს მოგვადგა კართან მსოფლიო თასი რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის ტურნირია როგორც დავეთანხმების აბაშილო ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა შეიძინეთ ბილეთები დაგეგმეთ თქვენი ესე იგი მოგზაურობა საფრანგეთში და უბრალოდ ისიამოვნეთ და იხალისეთ ასევე უგულშემატკივრეთ რა თქმა უნდა ჯერ ჩვენებს და მეორე გუნდა დაირჩიეთ ვინც გინდა. მოკლედ გელით. კი, ამაზე დამატებით ინფორმაციულ პოსტს იხილავთ უკვე მატჩის შემდგომ ჩვენს Facebook გვერდზე. აკეთ ცვლილებები უკვე რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში. რახან მიწოლიანი შერკინება უნდა გაგრძელდეს, გაწირეს ერთი მოთამაშე, 14 დარჩებიან, მაგრამ ესე იგი კირიკა გადის და უთმობს ადგის კირიაკს. ისევ ჩვენი შერკინება ბოლო რაღაც 7-8 წუთი არის მათ 15-იან ზონაში ვარ და უკუო და არხის აქედან გამოსვლა ნამდვილად. დარწმუნებული ვარ არც გამოვალთ უკვე ძალიან საგრძნობი უპირატესობა გვაქვს და როგორც შენაღნიშნე ლუკა ძალიან დიდ დროს ვატარებთ. ფაქტობრივად მთელი 14 წუთი აქ გავლიეთ. აი აქ შევათრიეთ უკვე და ეს ნება საჯარი მოლელო იქნება რა თქმა უნდა. ცხადია, იკითხებოდა ეს ყველაფერი და გარდაუვალი იყო. კი ბატონო, როგორც წესია, ეხლა მოგახსენებთ ყვითელბარათს აქ უკვე აღარ იხმავს, რადგან ამ წამს გააგდო მათი მოთამაშე პირველ ხაზში და კიდევ ერთი პირველ ხაზზე რო გაუგდოს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება. სამართლიანი გადაწყვეტილებაა ნამდვილად ვერ გაგვიძლეს უკვე სამ შერკინებაში საჯარი მოლელო პირდაპირ 7 ქულად ითვლება 24-0 55 წუთზე დაწინაურდა საქართველოს. ესეც გუნდური ლელო მიითვალა. რა თქმა უნდა. ქართულმა შერკინებამ. კიდევ ერთხელ განაახლებს იონელ მელინტე ბურთს. ცენტრიდან შემოსულა ამასობაში. პირველ ბურთზე ბრწყინვალიანი ნიაშვილი, ბრავო დავით. თავად ვეასრულებს დარტყმას და გაყავს გუნდი საკუთარი ნახევრიდან. დააბრუნა მელინტემ და ისევ ნინიაშვილი 15 ნომრები სულიან ერთმანეთში. და მაინც კარგი დარტყმა არ გამოგვივიდა, არა უჩავს დარტყმის ადგილიდან დერეფანში ბურთს შემოაგდებენ ჩვენი სტუმრები. 24-0 კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადღაც 25 წუთი კიდევ თამაშის დასრულებამდე. ამასობაში რა შეგვიძლია კიდევ მოგახსენოთ რომ 1998 წელს პირველი დებიუტი შედგა თამაშისა, სადაც 23-27 თუ არ ვცდები ჩვენ გავმარცხდით პირველ თამაში. ამის შემდეგ წლევანდელამდე სულ ვითამაშეთ 26-ჯერ, 16 ჯერ ჩვენ მოვიგეთ 9 ჯერ მარცხნიდან ვიცადეთ და ერთხელ კი ფრე დავათავრეთ. ბოლო შეხვედრა ესე იგი, როდესაც წავაგეთ ბუქარესტში 2017 წელს 7-8 დიდი ნებათაღელვა გამოიწვია, იმიტომ რომ ერთ საჯებმა, ვერც მოთამაშეებმა და რაგბის ევროპა ვერ გაარკვია, ვინ იყო იმ თამაში მოგებული. იმ ტურნირის გამარჯვებულს ხვდა სწორედ ეს მატჩი და ეს იყო ბოლოს, როდესაც დაუთმეთ ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული. ამის შემდეგ უკვე ზედიზედ მე-5 წელია. მე-6 უფრო სწორად უკვე მე-6 გათამაშება. ოხოჩა კარგი იყო აქ კოსელაძე. და მოიპარა აბუცაძემ ძალიან კარგად ბურთი ლობჟანიძე. გაგრძელებას ეძებს უკან გადააწოდა თოდუას, მან კი დიაგონალზე ფეხით კარგად დაინახა. უნდა ავხუროთ ხლა აქ. აბა აქ მეტი არა, ჩემპიონია გაგატარო ჩვენებმა ოჩა. თუმცა თამაშგარე როგორც ჩანს. კოტე მიქაუტაძე ყოფილა წინ.
მეორე ნახევარში ეს სულ მეორე ჯარიმაა, რომელიც ჩვენ ავიღეთ. შემოდის გელა აფრასიძე. სავარაუდოდ ვასკა დატოვებს ალბათ, ხო? მე მგონი. ეს სწორედ ის მოიწევს კიდისკენ. თუმცა ალბათ შემდეგ პაუზაზე უფრო იქნება ეს ცვლილება. ცოტა ხნის წინ შეიცვალა გელამ კლუბი მონპელიედან ბაიერნში გადავიდა. კოტე მიქაუტაძის თანაგუნდელი გახდა უფრო სწორედ. გაცვალეს ესე იგი ადგილები ვასილ ლობჟანიძემ საკმაოდ აქტიურად ჩაატარა დღევანდელი თამაში და აფრასიძემ დაიკავა მისი ადგილი 21 ნომრიანი მაისურით. მადლობა ვასკას და წარმატება უსურვოთ გელას. კი, ის წინვალე გარღვევა, სალევოე გადაცემა. საერთო ჯამში ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა მას. სახიფათო ზონაში მოვაწოდეს ჩვენთვის სახიფათო ზონაში რუმინელებმა ბურთი და ცდილობენ მოვლით უპირატესობის შექმნას. კარგად ვიცავთ. დავუშალეთ წესების დაცვით ეს მოვლი. ხელახლა დააყენეს და ხელიდან ამოგლიჯა საგინაძემ პროჭა. მებრძოლი სული ბეკასი. მეორე შემთხვევა არის რაც ჩვენს 5 მეტრიანს მოუახლოვდნენ და არც ამჯერად მივეცით ლელოს გატანის საშუალება. გელა აფრასიძე არს ვისე შორს იქვე იგერიებს. ჩვენ ვახსენეთ პიტერ ბრინი უნარების მწვრთნელია ის. და ჩვენს საფრთხე სტაფთან დავინახე, არ ვიცი ოფიციალურად შემოუერთდა თუ არა. ჯერ ვერ მოგახსენეთ აქვს Instagram გვერდი ოფიციალურად სანამ არ გვეჭირება ესე იგი უთუარი ინფორმაცია. მუშაობდა როგორც ვიცი ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებშიც უნარების მწვრთნელად skills coach-ად. სოფლიო თასის წინ ძალიან გამოადგებოდა საქართველოს ნაკრებს მისი გამოცდილება. ისევ ჯიუტად მოლით ცდილობს რუმინეთი ფონს გასვლას. ვაწვევიან და აქვთ წინსვლა. შევაჩერეთ აქ. მიიღეს უპირატესობა, ჯავაღონია გვერდიდან თამაშობდა. ახლა უკვე შეაღწიეს ჩვენს ლელოს მოედანში ლელო ჩვენი სტუმრების. მესამე წაზე უკვე მოახერხეს პირველი ქულების აღება. 60 წუთში, არასრულ 60 წუთში, სულ რაღაც 3 შანსი მიეცათ მათ. შეცვლაზე შემოსული კეპეცინა გახდა ლელოს ავტორი. რეჟისორს დავუჯერებთ. ამასობაში კიდევ შევახსენოთ თუ ამ თამაშის შემდეგ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ჩვენ პარალელურად უბრალოდ გუშინ გაიმართა თამაში პორტუგალიასა და ესპანეთს შორის, სადაც პორტუგალიამ 27-10 ძლია მოწინა აღმდეგეს სახში და ფინალი წინასწარ ნახევარფინალები და ფინალური ეტაპი დაგეგმილი იყო უკვე განსაზღვრული იყო სტადიონები სადაც ჩატარდებოდა. ამ შემთხვევაში ფინალში ვეთამაშებით პორტუგალიას, რომელიც თამაში გაიმართება ესპანეთში 18-19 მარტის შაბათი კვირა იქნება, სადაც ასევე დანარჩენი ადგილების გათამაშებაც შედგება. პორტუგალიას წესით არ უნდა გაგვიჭირდეს პორტუგალიასთან მოგება, შეგახსენებთ რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეტოქეა, მე ვიტყოდი რომ რუმინეთს უფრო მაღლა დგას ნახევარი თავით, ყოველ შემთხვევაში ძალიან სწრაფი და კარგი გუნდია და ადვილი გასეირნება ფინალში ნამდვილად არ გველის, მაგრამ დამაჯერებლად უნდა მოვიდოთ. რადო ჩაჩანიძე გამოჩნდა მოედანზე, ვინტოებს ოღონდ ჭეიშვილი თუ მიქაუტაძე მოედანს. მიქაუტაძე მოედანზეა, სავარაუდოდ ჭეიშვილმა დატოვა. თედო ამჟანდაძე განაახლა მატჩი, ოდნავ დისკომფორტი იგზნო და ჩვენ ჯარიმა. კიდევ 4 შეცვლა გვაქვს დარჩენილი სხვადასხვა განზე. სწრაფი პასუხის მოლოდინში ვართ ახლა გაშვებული ლეოს შემდეგ.
შალვა მამუკაშვილი ბურთით ხელში, ბოლო მხტომელზე ჯალაღონია იყო ამჯერად. წავიდა საყინაძე. კარგათაც მიიწევს წინ და შევინარჩუნეთ ეს რაკი. ბურთი ჩვენია და მოიპარა ჯალაღონია, მაგრამ ვერ მიუწვდის და შევინარჩუნოთ ეს ბურთი. სად არის? აკეთებს და ხელით არ უნდა ითამაშონ. ხა იქ რომინელებმა, მაგრამ კონტრაკი გადაყარეს კი. გადაყარეს და ბურთი წაიღეს. რუპანუ შორეული დარტყმით. პირდაპირ კიდეზე. თუმცა ვერ გამოცდა 22-ს. ძალიან კარგი ვრჩებით მეტოქის 22 მეტრიან ზონაში. ჯალაღონიას მიძალების შემდეგ კი აქ რაღაცას ეუნება ბოდიშობა მერაბ შარიკაძე უკანა ფლანგზე მესის საჭთან, მაგრამ თუ არ სწორად უხსნის ახლა აქ იტალიელი არბიტრი რომ გადაგორდნენ და მე უბრალოდ გადაგყარესო, სწორი გადაწყვეტილება იყო. ისევ ჩვენი დერეფანი 22 მეტრიან ხაზზე ზედ აქ ორი ხელით ამაზე წაგვიკითხეს პირველ კაცზე მოგვიგეს და წნეხში დააბარა ყოჩახშალვა. აბა შეგვიძლია ამ ბურთზე თამაშგარი მოხსნილია მაყუთლებისთვისაც. იქვე შევბოჭეთ. დაავტოვეთ 22-ში არ გამოვიშვი. აწუხებს ჩაჩანიძე კარგად. ავწიეთ ხაზი წინ და ვაქვავებთ ადგილზე. პაპიძეს ჩაუვარდა ხელში პაპიძეს და საყინაძეს ჩაუვარდა მაინც და მაინც. ძალიან არ გაუმართლა. და ფეხით ეცდებიან რომ სავარაუდოდ კიდეზე გადავიდნენ. თუ ვერ გადავიდა? არა, კარგი დარტყმა განახორციელა ამ შემთხვევაში ძალიან რუპანო. გაბრიელ რუპანო. ეს კი თოდუა ჩვენს ტელეეკრანებზე. ძალიან გამოცდილი და ძალიან ღირსეული მოთამაშე, რომელიც უკვე მერამდენე წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ მას თავისი 8 წლისთვის, რომელიც ჩადო მთელი თავისი ცხოვრება და ჯანი რაგბიში. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში აქვს გელოები თადებული მას და მონაწილეობა მიღებული. ნაკლებ კაცად ერეფანი ჩაჩანიძეზე ორი ხელით მოვიგეთ, მაგრამ არასწორად შემოგვიგდია ეს ბურთი და რას აირჩევენ ახლა აქ რომინელები დერეფანს? არა, კი, დერეფანი აირჩეს, იმიტომ რომ იციან რომ შერკინებაში ძალიან შევაწუხებთ. მე-65 წუთი მიმდინარეობს და ორი ხელით მოიგეს ჩვენმა სტუმრებმა, გარეთ გააქვთ ბურთი ხაზზე, თუმცა აქ წითელ კედელს მე მგონი ვერაფერს გაუკეთებენ. კარგი ბოჭვა იქ შარიკაძის შესრულებით და იმ წამსვე ფეხი წამოდგა და ისევ შარიკაძე. აი რას ნიშნავს ეს იგი მუშაობა. გადადო უკან. ბოჭვაზე აკეთებს ჩვენი კაპიტანი. აქაც ძალიან კარგი წინსვე ჩაჩანიძის და მამოგაშვილის. ისევ მამოგაშვილი. კარგი ბიჭები ვართ. კირკა იყო იქ ჭვიანად თამაშობდა. ისევ მამოგაშვილი. კედელს ასკდებიან რუმინელები აქ. ხისტ და ისევ შარიკაძე. ესე იგი მამოგაშვილმა და შარიკაძემ ამ ბოლო 40 წამში მე მგონი 7 ბოჭვა გააკეთეს ერთად. ისევ შალვა მამოგაშვილი და ჩაუჯდა მე მგონი, მაგრამ წაიქცა მიქაუტაძე აქ. კარგი იქნა რომ ხელი გაუშვა და არ დაჯარიმდა. საღინაძე რა თქმა უნდა. მოლია უკვე ფეხი არ უნდა აუწიო ბექა. აი უკვე გავჯარებით კიდევ ერთხელ სამწუხაროდ. ძალიან კარგი დააცვა თუ დააკვირდით საიდან საწამო უყარეთ ამ აგრესიული ბოჭებით. აი ეხა ფეხის აწევა ნამდვილად საჭირო აღარ იყო. დასანანი სავარაუდოდ ჩვენი შერკინება იქნებოდა გაუჭედავდით აქ ბურთს. თუ არ ვცდები იქ ჯალაღონია ჩამჯდარი იყო ბურთზე და აბჯანდაძეც. ეხლა გადავალოთ ბოლო 10 წამიან თუ 20 წამიან მონაკვეთს თვალი, იქ სადაც რაღაცა აურაცხებელი ბოჭვათა რაოდენობა გააკეთა ჩვენმა გუნდისთამა მერაბ შარიკაძემ და ასევე შალვა მამუკაშვილმა. აი ბოჭვას თუ დააკვირდით 12-6, 12 ესენი მეორდებოდნენ ბოჭვების დროს. აი ხასიათზე აქტიური მორაგბე, ვინც აი ამ ბოლო დაცვით ეპიზოდში იყო, სწორედ ნიკოლაუ და გორინს გაუცვლია თამაშობაში ადგილები. მესამე ხაზში რომინელთა რიგებში. 67 წუთი იწურება ამასობაში, 24-7 ვამარცხებთ და დამაჯერებლად. ჯერჯერობით რომინელებს უკანა კაცზე ააგდეს ბურთი. ცოტა დააყდა იქ
თუმცა აი ვაწვევით ფიზიკურად როგორ ჯაბრით შეხედეთ ჩვენი მოლი როცა არის ძალიან ადვილად მივარმენებთ იმათ კიდე რის ვაი ვაგლახით უწევთ სანტიმეტრების მოგება და ეხლაც გატანა აიძულებენ ჩვენი ბიჭები და იქვე აბჟანდაძემ თუ არცერი ცუცქილიძემ შებოჭეს კი ბატონო წამოვიდნენ შარიქაძე რა თქმა უნდა კაცოზე შემოსული მორაგბეები უტევდნენ ბოლო ეპიზოდში ახლა უკვე მელინტე ოდნავი წინსვლა აქვს აწუხებს კარგი იყო იქ თუ ვინ იყო ვერ დავინახე აფრაზიძე ისე უკან იხევს რუმინეთი და აქაც ჩაუვარდა ხელში შეხედოთ იქაუტაძეს და საღინაძეს აწია ხაზი აფრაზიძე კარგი ხა ბრავო ბურცა უნდა ვითამაშოთ აქ ხედავთ სადამდე ჩამოვიყვანეთ იქ ჩვენიანი წელს ბიჭოძის იმედია სერიოზული არაფერია არ შემოაგდებს აქ რა თქმა უნდა თოდუა სწრაფად არ არის საჭირო და ტრავმა აი აქ შეხედეთ ვის ჩაუვარდა ხელში ახლა ეს კაცი აქ საღინაძეს და მიქაუტაძეს და ამასობაში შეგახსენებთ რომ თქვენს ტელეეკრანებზე მულზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და შეიძინოთ უკვე 2023 წლის სოფლიო ჩემპიონატის ბილეთები და დაესწროთ ერთად ვისაც გააქვთ შესაძლებლობა და სურვილი საფრანგეთში ეს მოგზაურობა კარგად დაგეგმოთ უგულშემატკივროთ ჩვენს საყვარელ ეროვნულ ნაკრებს ამასობაში მატკავა და აბჟანდაძემ გაცვალეს ადგილები თედო თავის საქმე შეასრულა მის მაგივრად ლუკა მატკავა შემოვიდა და ვახსენოთ ისიც რომ თედომ გადაასწრო ყველა დროის საუკეთესო საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო დამრტყმელთა სიაში მალხაზ ურჯუკაშვილს და გადაინაცვლა მეორე ადგილზე პირველად ლეგენდარულ მერაბ კვირიკაშვილთან 833 ქულა აქვს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მოტანილი ეს კესელაძე იმედია სერიოზული არაფერი ჭირს გაუგრძელდა აი წამოაყენეს კესელაძე ფეხი ეთქინა ესე იგი აი გადახვეული და მაგრამ ძალიან დასანანია თაფლაძე უნდა შეცვალოს ის ნუ ხაზის მოთამაშე დიახ დემურ თაფლაძეა დარჩენილი ის შემოვა რადგან კიდევ ერთი შეცვლა გვაქვს დარჩენილი ოთარ გიორგაძეა დარჩენილი ჯერ კიდევ მარკაფაზე ტაში ახალგაზრდებო იმედი ვიქონიოთ რომ მალე გავიგებთ და თან გავიგებთ ისეთ ინფორმაციას რომ გული არ დაგვწყდება კი და მე დარწმუნებული ვარ ეს არაფერი სერიოზული არ ჭირს და შემდეგ ვარჯიშებზე და თამაშებზე უკვე მწყობში იქნება პატარა მკურნალობის შემდეგ რა თქმა უნდა მოვიგეთ ეს ჩვენი დერეფანი მოლით ჩამოვაყალიბეთ და გვერდიდან შესვლის გამო დაჯარიმდნენ კი დაჯარიმდნენ რუმინელები აი გავცვალეთ ესე იგი დისციპლინა პირველ ნახევარში და მეორე ნახევარში შორის 7 ჯერ დაჯარიმდნენ უკვე რუმინელები მეორე ნახევარში ჩვენ მხოლოდ 3 ჯერ აი სწორედ ასეთი შედეგისკენ უნდა მივდიოდეთ კი ფაქტობრივად სახეცვლილი ნაკრები გამოვიდა ორჯღალოსნების ალბათ ერთადერთი გამოსასწორებელი ფაქტორი რაც იყო დისციპლინა იყო პირველი ტაიმის შემდეგ და ძალიან კარგია რომ ეს გამოვასწორეთ. კი ბატონო. ისევ დერეფანში გადავიტანეთ შავა მამუკაშვილი ბურთით. ჩაჩანიძეზე მოვიგეთ, გავიდა შარიქაძე თვითონ წავა. კარგი კონტაქტი მიიღო ოჯახ რუმინელებს. აფრაზიძემ შეცვალა შეტევის მიმართულება, საღინაძე შიგნით წავიდა, თუმცა ადგილზე გაჩერებულმა მიიღო. თავარია შევინარჩუნოთ ეს ბურთი, ჩვენია. აფრაზიძე გარეთ გაიტანს, იქვე პაპიძე წავიდა, ურკინა კარგად. ბრავო, კარგია, დიდი მანძილი დაფარა. აფრაზიძე გარეთ, მატკავა, სულსუკან გადაცემა.
კარგად გათამაშებული კომბინაცია. თამდე ჩავიდა ცუცქირიძე. მაგარი კონტაქტი სტრუზა იქ მოწინააღმდეგეს, რომელიც ფეხზე გება. მიქაუტაძე. მათკავა დაიქნია თვითონ შევიდა. მონახასიუცე. მიხოლი კარგი იქნებოდა იმ ინტერვალში. აფრასიძე. მორკინალელი. წავიდა ურქინა შალვა. აფრასიძე გაგრძელებას ეძებს, თუმცა თვითონ ჩავიდა რაკში. მათკავა მივიდა გამტანის პოზიციაზე. არ არის უცხომისთვის. აბულაძე და ჩაჩანიძემ დაარწეს. ბოჭა შესრულდა. აფრასიძე გარეთ გაიტანს სავარაუდოდ. კი ბატონო, საღინაძე შემოჭრა სადგურზე ოღონდ. ისევ ნიაშვილი გძე და ფრთხილად რა თქმა უნდა. ოიქ ცუცქირიძემ ისეთი კონტაქტი მისცა მოწინააღმდეგეს, რომ მეგონი ტვინის შერყევა მიიღო მარიო სიმეონესკომ. იმედია სერიოზული არ არის, აი საჯის იმეორებს, რომ თავის ტრამვის შემოწმებაზე უშვებო ამ მოთამაშეს. შეამოწმებენ დღის ექიმი მას ჩაუტარებს რაღაცა გამოცდასავით. აი აქ თვითონ ცუდად არასწორი ხრიდან შევიდა და არასწორი ტექნიკა ბოჭვისა არასწორი ხმოდა რა თქმა უნდა. პირდაპირ თავი გვერდზე უნდა გაწივა, ამას ეს ბავშვობიდან გვასწავლიდნენ და ეხლაც რომ როდესაც ბოჭვაზე მიდიხარ, თავი უნდა გქონდეს წერად, რომ უხში არ დაგივიდეს და პირდაპირ არ მოგხვდეს თავში. სიმეონესკუ გაპტოვა. და თამაშის მე მგონი ესე იგი საუკეთესო მოთამაშე რა თქმა უნდა მერაბ შარიკაძე გახდა, ძალიან კარგად ჩაატარა. აი ჯალაღონიას და ოთარ გიორგაძესაც გაუცვლიათ ადგილები. ბოლო 10 წუთის უკუთვლაც დაიწყო. დამაჯერებლად ესე იგი ვამარცხებთ მოწინააღმდეგეს. მე ვიტყოდი რომ ანგარიში კიდევ იმდენად არ არის ასახული. კი ბატონო, დაგეთახმები. ის დომინაცია რაც პორტუგალოსებს ჰქონდათ რუმინელებზე. Who be better? Most of it. Gushok. კიდევ ერთხელ მოეწყობა აქ ხელახლა შერკინება. Coach! Bye! Set! დაჯარიმით ის ჩავარდრაო. 17 inching, elbow to the ground. Elbow to the ground. იდაყვიდადო მიწაზე. I'm sorry. საკმაოდ კარგი დარტყმა შეასრულა ვლადუც პოპამ. Sì, ma come quello là, uguale. სადღაც 8 წუთი დარჩენილი თამაში დასრულებამდე, ეს კი ჩვენი პრეზიდენტის ოსოფ მალაძე გახდათ ეკრანზე. აქ კი დავით ნინიაშვილი, ახლო კადრით. თაფლაძეც კი ბატონო. ასევე ძალიან სწრაფი და აქტიური მორაგდე. ყველა შეცვლა გამოვიყენეთ. ჩვენ უკვე მოგეხსენებათ რაგბიში 8 შემცვლელი შეიძლება გყავდეს. ხო. ცუცქირიძე როგორი ხისტია. არაერთხელ გავიმეორე უკვე და ძალიან ძლიერი მესამე ხაზი ყავს და თან ძალიან მაღალი კონკურენცია გვაქვს. პოპა, კარგად შეუბოჭეთ, ბურთზე ჩასვლა ვერ მოვახერხეთ, მარჯვნივ ისევ. მელინტე უტევდა რუმინელთა 15 ნომერი. და კინაღამ მოუყარეთ, თუმცა კინაღამ არ ითვლება ჩვენს 22 მეტრიან მისადგომებთან გვიტევენ ყვითელში გამოწყობილი მურაგბები, მაგრამ წითელ კედელს ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ. კარი ვერ მოუნახეს და ეხლა ფეხი შეაგორეს, თუმცა ადგილზეა დავითი. რა თქმა უნდა, ჩამოიტოვა ერთი მეტოქი და წინ და შორით გადავიდა. კარგი დარტყმა გამოვიდა, კარგი დაწვა უნდა ავხუროთ. ხაზმა მოწია. ვაი, ეს ეხა ჯარიმა და ყვითელი ბარათით შეიძლება მოყვეს.
არ იყო ეხა საჭირო ბექა თუ არ ხდები არა დაჯარიმებულა გელა აფრასიძე დაფარებაზე მიდიოდა როგორც დავინახე აი თუ გაამეორებინებ გეტყვით მე ჩემი აზრი მაგ ამაზე არ იყო საჭირო ამ ჯარიმის აღება ეხლა ნამდვილად მატჩის საუკეთესო მოთამაშე ისევ კიდეზე მოიგერიეს რუმინელებმა ეს ბურთი სულ რაღაც 6 წუთზე ოდნავ მეტი გვაშორებს ფინალამდე გაუჭირდათ აქ ბურთის მოგება ჩაუვარდა ცუცქირიძეს გადახრა გადავყაროთ კარგია და ისიც კარგია რომ არ იჩქარა ელამ და ხელით თამაშობთ მატკავა შარიქაძე დავასწორე მიყვება მას თოდუა კარგი ბიჭი ხარ თოდუა 2-1 არიან დავიდა ილიაშვილი ჩქარდა შეიცურა ფეხი სადამოუვარდა ეს ბურთი რა კარგად გავათამაშეთ ეს შეტევა ყოჩა ყველას კონტ შეტევაზე თითქმის 100 მეტრიანი რეიდი ტოპ 14-ში მისი დუბლი ვინც ნახეთის მეორე ლევო გაგახსენდებოდათ აი აქ ძალიან კარგად ითამაშა თაფაძემას და თოდუამას და ასევე ძალიან კარგად ნინიაშვილმა და აი ოდნავ და ეს ბურთი რო აეღო არ დავუკარგოთ კარგი მუშაობა რუმინეთის დაცვასაც. თუ ვინმეს მოგეჩვენათ რომ რომელიმე წინ გადაცემა იყო, უილად მოგეჩვენათ ეს არც ერთი არ იყო ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. და მე გადაგვივარდა წინ. აი ხა რომ მივაწვევთ, კარგი იქნება და გამოსვლოს ჯარიმა ან რაიმე ეგეთ და ბურთი ჩვენ ხელს ჩავიგდოთ. ეპიზოდის გმირი იყო მსხვილი რაკურსით. საერთოდ ხიფათია ბურთიანად დავით ნინიაში ხიფას წარმოადგენს დაცვისთვის. ვაწვევით, კარგია. ამუშალეთ ეს შერკინება და again reset. საინტერესოა გადაწყობა რატომ მოითხოვა ვედოველი. Reset. საღინაძეს ესაჭიროება მცირე დახმარება სამედიცინო შტაბისგან. ეს კი გულშემატკივარი. კიდევ ერთი შერკინება საკუთარ 5 მეტრიან ზონაში შეაგდებენ აქ რუმინელები სულ რაღაც 3 წუთი დახევარი დარჩა კიდე თამაშის დასრულებამდე შეგახსენებთ 24-7 საკმაოდ დამაჯერებლად ვამარცხებთ რუმინელებს ასევე შეგახსენებთ რომ მეტოქე ჩვენი ფინალში გარკვეულია უკვე პორტუგალია და გადავთელეთ მაგრამ აცალა აქ ბურთის გამოტანა მაგრამ ისევ წითელ კედელს ეჯახება რუმინეთის ნაკრები ფეხით გადმოდიან წინ და ადგილზე ვართ არა გადავიდნენ დერეფანში ეხლა არ უნდა ვიჩქაროთ და დავაყენოთ ჩვენ დერეფანი ავაწყოთ რაიმე კარგი შეტევა და თამაშის ბოლოს ერთი კარგი ლევო არ გვაწყენდა ნამდვილად აი ესეთი რა სანახაობრივი როგორც ჩვევიათ ჩვენს შერკინებასა და უკანახას კარგი გათამაშებით ხო კარგი განწყობით დავასრულოთ ისაც კაი განწყობა გვექნება მაგრამ მაინც ხო, ჩვენი ფინალისტი, ესე იგი მეტოქე პორტუგალია გახლავთ, რომელმაც გამარჯვება იზეიმა გუშინ და ესპანეთში შევხვდებით ფინალში ერთმანეთს. ორი ხელით
მოვიგეთ, არა, ძალი ხელით მოვიგეთ, ეს საღინაძემ გადმოაგდოთ, აბუცაძეს ჩაუვარდა ეს ბურთი ხელში და შეცვალა შეტევის მიმართულება, შევინარჩუნეთ საბოლოოდ რაკში ბურთი, აფრაზიძე გაგრძელებას მოძებნის. იქ საღინაძემ მიიღო ისე ბურთი, წავიდა, მიეხმარა მას პაპიძე და მიქაუტაძეც. გავაყენეთ რაკი. ახლა უკვე აფრაზიძე ემზადება, აგრძელებს რაკს და არ არის მეგონი მაღალ აბრაგანს ვაპირებ. 21. არ გვინდა ჩვენ ნახევარზე როის გატარება. არც ნახოთ აბუცაძე მიირბის ამ ბურთზე და მაგრამ რუმინელებს ჩაუვარდათ ეს ბურთი საბოლოო ჯამში. He's backwards, my friend. აბუცაძეს ფეხი გადაუტრიალდა, ცოტა და იმედია მივაქცევთ მალე ყურადღებას და აი ამ ადგილზე ვართ. რა თქმა უნდა, აჩკარდან ილიაშვილი ამ მატკავა არის ეს. წამოვიდა წერაც. გიორგაძე. აკრიფა გიორგაძემ, კარგი გადაცემა. ცუცკირიძე. ნინიაშვილმა ფეხი იხმარა, შეაკურა და მისდევს მას თოდუა, წლეხში უნდა ჩავაგდოთ. არ გადამოწეული ხაზი, თუმცა ვერ შევბოჭეთ. ამ შემთხვევაში რუმინელთა 15 ნომერი დაგვიბრუნა მანაც შორეული დარტყმით. ფეხი ნინიაშვილმა აიღო ეს ბურთი ჩვენ 22-ში და კიდეზე გადააქვს შორეული დარტყმით. რაჭის ნეტა იქ აკაკიც მე ფეხი დადგა ცუდად უბრალოდ. Time off. არა, ეს ხა უკვე აბუცაძე უცელზეა წამოწოლილი. აი აქ ნახოთ რა ცუდად ხო არ დახტა. კუნთი გაეჭიმა. კუნთი ხო რაღაცა. მედია მხოლოდ გაჭიმულობა არაფერი. არა, მეტი არ მიყოჭლობდა უბრალოდ და ყოფილი თანაგუნდელები ლეულოში, შემდეგ ასაკობრივ ნაკრებებში საღინაძე და წამოდგა აბუცაძე კარგია. 3 minuti. 3. 3 წუთიო, სამას ანიშნებს ფედერიკო ვიდოველი, თუმცა ტელეეკრანზე სულ რაღაც 40 წამია დარჩენილი. დრო არც აქ გაჩერებულა და ხო, ნუ გამორჩა შეიძლება რაგბი ევროპის რეჟისორებს ეს დროის გაჩერებები, მოკლედ რუმინელების დერეფანი ცენტრალურ ხაზთან. გამომდებელი მომატყუებელი მანევრი მაინც მოიგეს Okay, ball in front. და მოკლედზე წავიდა, ჩვენმა გადავიდა. ხელის ჩარტყმა. აჰა, დავჯარებით, ესე იგი Deliberate ძალით knock on 21. ჩარტყმა. შანსი ექნებათ რუმინელებს. და გაიუნჯობესონ მონაგარი. ბოჭაში უფრო იყო ეს ვიდრე ხელის ჩარტყმა. კი, ნამდვილად. ისევ დერეფანი მათ. ამასობაში მზემაც გამოაჭყიდა, კარგი იქნებოდა, მთელი დილათო მზიანი იქნებოდა. თუმცა მოედნის საფარს ვერაფერს დაუწუნებთ. კი, განახლებული კარგად მოვლილია და კარგი მდგომარეობაში აი ესეთი დიდი Over the 50. ფეხსაცმელებით მაინც არ ატალახდა და კარგ მდგომარეობაში იქნება. Yeah, you're good. 19 is fine. ბურთი უნდა გამოიტანო და მოუპარეთ ეს ბურთი ყოჩა. ფეხი თელა აფრასზე და მიყვება აბუცაძე მაღალ სიცრაფეს. დაიღო! აკაკი აბუცაძე, ბრავო! აი ესე ჩვენი მხიარული ნოტა. საოცარი ფინიში. რასი სწრაფე განავითარა აკაკი აბუცაძემ და იღბალიც მის მხარეს გადმოვიდა ბურთი წაუხდა. პირდაპირ და ალელოა მოწინააღმდეგე. გახარებული მაყურებელი, გახარებული ჩვენც და გელას ძალიან კარგი დარტყმული ფეხი. Is completely is to the middle. 25 აბა ლელო. გამეორება. He can change his bias, so I have no issues with this. ისე იქ კარგად მოუპარია ჩაჩანიძეს ძალიან ბურთი. Cheers, captain. აი აქ გარბის და რუმინელების ძალიან ცუდი დაცვას თამაში, რაც აბუცაძემ ლელოთი დააგვირგვინა.
საოცარი სტატისტიკა აქვს აკაკი ტაბუცაძეს 27 მატჩში 25 ლელო გაუთანაბრა დავით კაჭარავას ულოცავენ იქ ჩვენი სამწუხარო შტაბი ერთმანეთს გამარჯვებას და მატკავა გარდასახვას შეასრულებს ბოლო ლურსმანის ჩავაჭედოთ ზუსტია გარდასახვა და ამით დაასრულდა დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ ბოლოს კი ძალიან კარგი სანახაობრივი ლელოც გავიტანეთ სადაც კონცეტევაზე კარგად წავართვით ბურთი მერაბ შარიქაძე ჩვენი გუნდის კაპიტანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე და მოусმინოთ მე მგონი კომენტარებიც იქნება მწვრთნელი ორივე მხარის მწვრთნელებისგან და ულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფინალში გავედით და აგერ ულოცავენ ერთმანეთს კარგად ჩატარებულ ორთა ბრძოლას ჩვენები და რუმინელები საფინალო ანგარიში 31-7 როგორც ვივარაუდეთ ესე იგი მე კი ვთქვი წინა დიდი 10 სეკროში გადავთელავთ მეთქი თლად მე მგონი ზუსტ მაგადავთელეთ რა მე მგონი ყველა ოპონენტში დავჯაბნეთ განსაკუთრებით დაცვაში აი ვერაფერი მოუხერხეს ჩვენს წითელ კედელს ესე იგი ხრელი ვერ უნახეს ვერ შემოვარეს ვერც კარი და საბოლოო ჯამში მხოლოდ ფეხს თუ იხმარდნენ ხოლმე და ერთხელ ის ჩვენი ჯარიმიდან უბრალოდ მოლიდან აგორებული დაგვიდეს ლელო ულოცავ ბიჭებს ულოცავ მაყურებელს ულოცავ რაგბის საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავედით რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩვენთვის 1000-ის ფინალში სადაც პორტუგალიას დაუპირისპირდებით კიდევ ერთხელ გაცნობებთ ანუ რეალურად პირველად გავედით გამომდინარე იქიდან რომ ამ ფორმატით შესულ ფორმატისგან კი ბატონო და ზედიზედ 2018 წლიდან მოყოლებული უკვე კიდევ ერთხელ მორიგად დავიტოვებთ ანთიმოზ ივერიელის თასს. Yeah, we know I expect to be the tough game. We know Georgia because it's the strong team. We play on rugby very good. But I think we today we have the good game, but we take I think three tries so easy. Our defense was good. Our engagement was good, but we take the easy try. What were the difference between two teams today? I think the experience. Georgia have the player with the big experience. He play in the good championship, and I think that is what is the difference today. Thank you very much. Good luck. პირველი კითხვა ნამდვილად ვერ გავიგრა და რაში თქვით დღევანდელ თამაშზე მე მგონიო კარგად ვითამაშეთო სამი ძალიან ადვილი ლელო გაუშვით რაც არ უნდა გაგვეშვაო გუნდის კაპიტანმა რუმინელების და თავარიო თავშეთ განსხვავებაოსო რა სიტყვითო გუნდებს შორის რა არისო ალბათო გამოცდილებაო ესე იგი სხვადასხვა ძლიერ კლუბებში თამაშობენო ქართველი მორაგბეებიო What feeling after today's result? Congratulations for Georgia for the win and well done for our boys. They give everything. They cost us some mistakes in the first half and disappoint with the last try. What are the next steps to prepare for the final match? We need to just go back and to come back stronger and be focused for the last game. Let's finish the tournament with one. Thank you very much. Thank you. მიულოცა ესე იგი იუჟინ ამჟოკმა საქართველოს მოგება რაღაცა შეცდომებიო გქონდაო და შემდეგი ესე იგი თქვენი გეგმა რა არისო ფინალური დღისთვის რომ წავიდეთ სახში და ვიმუშაოთ იმ შეცდომებზე რაიდერების დაუშვით და უკეთეს იქნებ ადგილას გამარჯვებით დავასრულოთ ჩემპიონატი. ახლა ესეთი ჩვენებისგანაც უნდა აიღონ რეპორტაჟი ჩვენმა ბედის წარმომადგენლება და მერე ვნახოთ. მერაბ შარიქაძესა და ლევან მაისაშვილს ველოდებით. საინტერესოა მათი კომენტარიც ლევანდელ. ამასე ეს კი ანთიმოზ ივერიელის თასი. Congratulations. What's your feeling after today's victory? There's a final to win. That's my feeling. Okay, what made the difference between two teams? Well, there's few things we could have done better. I don't want to speak about Romania, they're a great side. We respect them, they respect us. So that was the real rugby game, like how the rugby game is supposed to be. And as I said, there's a final to win and we're only concentrating from now to there. Thank you, and you are the man of the match today, so have you any comments about it? No, team deserved it, not me.
Thank you. როგორც ყოველთვის თავმდაბალი ჩვენი მერაბ შარიქაძე, რუმინეთთან კარგი თამაში ჰქონდაო. უკეთესად შეგვიძლია რაღაცები გაგვეკეთებინა, კარგი რაგბის დღე იყო, იმიტომ რომ ჩვენც მას სტატუსებდა ისინი ჩვენცო და What were the key points